მადლობისა, თქვენ უყურებთ იმედი ლაივის სპეციალურ ეთერს. დღეს ჩვენი სტუმარია საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. მოგესალმებით, გთავაზობთ პირველ სატელევიზიო ინტერვიუს. ბუნებრივია საუბარი შეეხება როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკას. მიმოვიხილავთ ყველა აქტუალურ ამბავს. ბატონ პრეზიდენტო, პირველ რიგში დიდ მადლობას გიხდით, რომ დავთანხმდით ინტერვიუზე. იმედით მაყურებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი შეფასება, თქვენი ხედვა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ამიტომ თუნებას მოგცემთ ინტერვიუ დავიწყოთ ზოგადი შეფასებით, როგორი პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს ახლა ქვეყანაში, რა ეტაპი გავიარეთ განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ბოლო თვეების განმავლობაში გულისხმობ შიდა პოლიტიკურ დაძაბულობას, საერთაშორისო პარტნიორებთან გართულებულ ურთიერთობებს, აი პრეზიდენტის გადმოსახეთიდან დღეს სად ვართ, რა ეტაპს გავდივართ? საღამოშვიდობის მოგესალმებით, მევესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. რაც პრეზიდენტი გავხდი, პირველად მიწევს თქვენთან კვლავ სტუმრობა, თუმცა მომენატრა ის დროს, როცა ხშირი სტუმარი ვიყავი, ასე რომ კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მევესალმებით თქვენს მრავალრიცხოვან ტელემაყურებელს. რა თქმა უნდა, პრეზიდენტის თვალით დანახული არსებული პოლიტიკური რეალობა საქართველოში, რა თქმა უნდა, განსხვავებულია იმისგან, რასაც მანამდე მე ხედავდი როგორც პარლამენტის წევრი და მინდა თამამად გამაცხადო ერთი რამ, რომ საქართველოს ცხოვრება დინამიურად მიმდინარეობს, პოლიტიკური ცხოვრება კონსტიტუციურ ჩარჩოებში, ლეგიტიმური ხელისუფლებები, ინსტიტუტები მუშაობენ და თავის საქმეს ძალიან კარგად ართმევენ და ეს პროცესი ჩანს, რომ განგრძობადია და კიდევ უფრო ჩანს ის მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, წინსვლა, რომელიც საქართველოს წინელოდება და ეს გამოწვეულია თავისთავად იმ თანმიმდევრული პოლიტიკით, რომელზეც თქვენს გადაცემებშიც არაერთხელ მისაუბრია, რომ აუცილებელია ჩვენმა საზოგადოებამ რეალობაში დაინახოს სურათი და არა ეს მოზღვავებული სპეკულაციები, რომელიც გვექნება ალბათ ამაზე საუბარიც, რომ კვლავ მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის გარშემო, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, თუმცა ხედავთ განწყობას ჩვენი საზოგადოების და რომ არა საზოგადოების ინფორმირება, რომ არა საზოგადოების რწმენა და დამაჯერებლობა საკუთარი ხელისუფლების მიმართ, რა თქმა უნდა, განსხვავებული რეალობა იქნებოდა დღეს საქართველოში. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ პროცესი არის სტაბილური და ვისაუბრებთ გამოწვევებზე, რომელსაც, რა თქმა უნდა, მე მაქვს ჩემი აზრი და როგორ შეიძლება ეს გამოწვევები რომ ავირიდოთ თავიდან და გავაგრძელოთ წინსვლა ჩვენ ყველა მთელმა საზოგადოებამ ჩვენს ქვეყანასთან ერთად. მოდით ვისაუბროთ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებზეც. თქვენი ოპონენტები ხშირად იყენებენ სიტყვებს კრიზისი, იზოლაცია და ასე შემდეგ. დავიწყოთ პირველ რიგში შტატებთან ურთიერთობის გადახედვის პერსპექტივით. ჩვენ ნახეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღია წერილი, მანამდე მან ასევე ამავე წერილში ახსენა დახურული კომუნიკაციის შესახებ. ნახეთ სხვადასხვა ტიპის განცხადებები საქართველოსდან, მაგრამ ამ შემთხვევაში პრეზიდენტი ტრამპი დუმს, ისევე როგორც ვიცე-პრეზიდენტი. რით აიხსნება მათი ეს დუმილი? მე მგონი დღესაც და გუშინაც იყო რუბიოსთან დაკავშირებული სპეკულაციები, ჯონსონის კითხვასთან დაკავშირებით, როცა მან პასუხი გასცა, იქაც გამოიკვეთა პრინციპში არსებული პოზიცია, არსებული ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციისა, რომლებიც ამ ეტაპისთვის არიან აბსოლუტურად განსხვავებულ რეჟიმში, მათ რამოდენიმე კონკრეტული გამოწვევა აქვთ, ეს არის უკრაინის ომი, ახლო აღმოსავლეთი, ტარიფების თემა, ევროკავშირთან დაკავშირებით გამოწვევები, არაერთი გამოწვევაა და ამას მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს, ხომ? ის რომ სამართლიანი დამოკიდებულება კონდეს ქვეყანასთან, რომელსაც ყველამ ვიცით, რომ გაგვაჩნია სტრატეგიული პარტნიორობა და იმ სპეკულაციების ფონზე გუშინაც გამოიკვეთა მის პასუხში, რომ აუცილებელია სრულყოფილი ინფორმაცია მათთაგან, ვინც
მათი სახელით მოღვაწეობს ამა თუ იმ ქვეყანაში, ხაზგასაცმელია, რომ მოქმედებს თავისი ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე და ეს ინტერესები იკვეთება სხვადასხვა ფლანგზე და ასევე ჩვენთან მიმართებაშიც ესეც მარტივად აღსაქმელია, როცა წერილზე იყო საუბარი, თქვენ აღნიშნეთ პრემიერის წერილი და აქვე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ამ პირველ პასუხთან დაკავშირებით რაც მე განვაცხადე, რომ თანმიმდევრულები ვართ და ჩემი თვალთახედვით ჩანს, რომ დინამიურად ვითარდება ჩვენი ქვეყანა, ეს წერილიც აქედან გამოწვეული იყო, ჩვენ ნამდვილად მივეცით დრო არსებულ ახალ ადმინისტრაციას, ჩვენ საუბრობდით ტრამპის არჩევნებამდე ამ ასე ვთქვათ სიტუაციაზე, რომელიც შეიძლება შექმნილიყო და დაგვიანებული იყო კიდევაც შეიძლება რეაქცია, მაგრამ მთავარი რა არის? მთავარი არის ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი მზადყოფნა, ჩვენ მზად ვართ. მაშინაც ვამბობდით, ახლაც ვიძახით, რომ აუცილებელია გადატვირთვა და აუცილებელია თუნდაც გუშინ გამოჩნდა იმ კითხვიდან გამომდინარე, რომ არ შეიძლება სახელმწიფოებს შორის მსგავსი დამოკიდებულება და ესეთი სპეკულაციური ინფორმაციის ფონზე მოთხოვო შენს ხელისუფალს, რომ ამ ასე ვთქვათ ინფორმაციის საფუძველზე კონდეს ესა თუ ის რეაქცია ამა თუ იმ ქვეყანასთან და გუშინ პრინციპში დიპლომატიურად გასცა მან პასუხი და მე კმაყოფილი ვარ ამ პასუხის, იმიტომ რომ ეს ჩანს თავისთავად და თუმცა აქვე იყო ნახსენები სიტყვა შეთანხმება ანტიამერიკული მთავრობა. ეს იყო კითხვიდან გამომდინარე, თუმცა ესეც არის ხომ რა იგულისხმება ანტიამერიკულ ხელისუფლებას აი როგორ უნდა აიხსნას ეს ყველაფერი და ამაზე ქონდა მინიშნება, რომ ეს ყველაფერი არის გასარკვევი ჩვენი ინტერესიდან გამომდინარე. თავარი საკითხი იყო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მოქმედებს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. გახსოვთ, მე როგორც პარლამენტარი ხშირად ვიმეორებდი ამ ფრაზას, რომ ნებისმიერი გამოწვევა, გახსოვთ თქვენ რეზოლუციები, რამოდენიმე რეზოლუცია, ის პირველი დღეები როგორი ზეწოლა ხორციელდებოდა ჩვენს მიმართ და როგორ გვაიძულებდნენ, რომ რაღაც განსხვავებულები ნაბიჯი გადაგვედგა და გახსოვთ თქვენ, რომ როგორ მყარად ვიდექით, რომ არა, ჩვენ არ დავთმობ ჩვენს ეროვნულ ინტერესს და ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და თანხმდება ამაში არის, რომ სახელმწიფო, ეს ხო 2-4-4-ია, რომ სახელმწიფო ამა ვის ინტერესებით უნდა იმოქმედოს და სად უნდა მოხდეს თანხმდება საკითხების, ხო, რატომ არის აუცილებელი დიალოგი და დიპლომატია და თანასწორუფლებიანი დამოკიდებულება და ინტერესების თანხმდება რაში შეიძლება იყოს და ეს ხელისუფლებებს შორის უნდა ხდებოდეს ურთიერთობა და არა იმ NGO სექტორის ან რომელიმე კონგრესმენის, რომელსაც ესეც ოფიციალურად არის, ხო ხედავთ, ხო მანამდეც ჰქონდა ჩვენ საუბარი, რომ პირდაპირ ხდება დაფინანსება, ეს ამერიკის კანონი აძლევს საშუალებას, რომ ამა თუ იმ ლობისტურ ორგანიზაციას, რომ დააფინანსოს რომელიმე კონგრესმენი და სათავისო, ასე ვთქვათ, საკითხები გაიტანოს და ისაუბროს ამ საკითხებზე და ეს არის გამოყენებული და რისთვის არის ეს გამოყენებული? გაიხსენეთ ახლა ის იგივე ხალხი, რომელიც ამერიკის დროშებით სულ რამოდენიმე დღის წინ ამერიკის საელჩოსთან მივიდნენ და ტრამპის ტრაფარეტებით და პლაკატებით და ამერიკის დროშებით, ის ხალხი იგივე ხალხია, ვინც პირიქით ტრამპის არჩევას ეწინააღმდეგებოდა. და ხომ დავინახეთ, რომ ეს ყველაფერი იმისთვის იყო გამოყენებული, რომ ჯო ვილსონს დაესვა კითხვა რუბიოსთვის, რომ აი შეხედეთ ეს ხალხი როგორი თქვენიანია, როგორი იჩაგრება საქართველოში, ეს ჩვენი მომხრე საზოგადოება და როგორ ანტიამერიკული ხელისუფლება ყავს საქართველოს. ამისთვის იყო ეს გამოწვეული და შემდეგ ეს სპეკულაცია გამცობილიყო ტელეეთერებში, რაც მოხდა კიდევაც, ხო სათაურებში გამოიტანეს, აღარაფრის აღარ ცხენიათ, პირდაპირ გამოიტანეს. მე მგონი თინა ხიდაშელი იყო, რომელმაც უარყო, რომ ესეთი ასე ვთქვათ ინტერპრეტაცია ქართულოცნებასთან მიმართებაში ეს ტერმინი არ იყო გამოყენებული, მაგრამ ხო ხედავთ, რომ ეს ტექნიკურად ჩვენ ხო ვიცით ეს ყველაფერი, იქიდან გამომდინარე ეს გამოცდილება ჩვენ შევიძინეთ რეზოლუციების თემა, ჩვენ ხო ვნახეთ, როგორ ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის შესახებ მთელი, ასე ვთქვათ, მსოფლიოში გამცობა, რომ როგორ
ექცევა ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს, როგორ კლავს ის, ასე ვთქვათ, როგორ აწამებს მიხეილ სააკაშვილს და არც წვენოდათ ეს პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა მაგალითად CNN-ის საშუალებით, ხო? ჩვენ ეს ხო გავიარეთ, ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაფერი თავის თვალით იხილა და ხედავს კარგად სად არის განსხვავება. აქ ამიტომ თქვი ესე მყარად ეს ჩემი პასუხი პირველივე კითხვაზე, რომ საზოგადოება უკვე ინფორმირებულია, უმრავლესობა ჩვენი საზოგადოების რეალურად უყურებს ამ სურათს და ხედავს ხელისუფლების პირველ რიგში, რაც არის მისი ამოცანა, რომ მის მიერ არჩეული ხელისუფლება იცავს მისი ქვეყნის ინტერესს და მისი ქვეყნის ინტერესიდან ესაუბრება ყველა ქვეყანას, ვინც არ უნდა იყოს. ეს თანხwebdra მოხდა უკვე საქართველოში. რა თქმა უნდა, არის ძალები, არის მოტყუებული ძალები, ამაზე ვსაუბრობდით, იქნება სასოწარკვე და იქნება გოდება იმის შესახებ, რომ მე ერთმანეთს დაერევია, მქონდა ჩვენ ამაზე საუბარი, რომ აუცილებლად მოხდებოდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ სიყალბეზე დგანან. ხომ ხედავთ ჯო ვილსონის კითხვაზე დგას მთელი ოპოზიციური სპექტრი, რომელიც მართულია. პერსპექტივაში, როდესაც ჩამოყალიბდება ახალი ადმინისტრაციის პოზიცია და ეს მართლაც სახელმწიფო მდივნის პასუხში ძალიან კაფიოდ გამოჩნდა, რომ ჯერჯერობით არანაირი პოზიცია ჩამოყალიბებული არ არის და იმ დეზინფორმაციულ ასეთ გზავნილზე, რაც იყო მიწოდებული კონგრესმენის მიერ, ძალიან კაფიო, ასე ვთქვათ, პასუხი იყო, რომ ჯერჯერობით პოზიცია არ არის, მაგრამ თქვენ ხართ თუ არა განწყობილი ოპტიმისტურად, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა მართლაც დათბება გახდება უფრო მეგობრული, აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა და აქ არის თუ არა მნიშვნელოვანი ღირებულებების თანხwebdra, რაზეც არაერთხელ გისაუბრია და ეს იქნება თუ არა საკვანძო საკითხი ურთიერთობების დაახლოებისთვის. ხო, თავისთავად, როცა წელიწადშიც იყო ეს ხაზგასმული, როცა ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა მიწერა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რომ ეს ღირებულებითი თანხwebdra საკმაოდ დიდი ხნის წინ დავიწყეთ ჩვენ ამ ღირებულებების, ასე ვთქვათ, აფიშირება ჩვენ საზოგადოებასთან ერთად და მყარად ვდგავართ ამ ღირებულებებზე და ამასვე მოუწოდებდით ქვეყნებს, არის რიგი ქვეყნები, რომელიც ასევე მყარად იცავენ ამ ღირებულებებს და იყო წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპის, ასე ვთქვათ, გზავნილებიც, რომ ამ ღირებულებით ის მოვიდოდა ხელისუფლებაში და იქნებოდა ამ ღირებულების დაცვა და ეს თანხwebdra უკვე არსებობს. მაგრამ მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, ხო? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველა ქვეყანას თავის ინტერესები აქვს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი ინტერესები. არსებობს რეგიონი, არსებობს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენ მაშინაც კი ბაიდენის ადმინისტრაციის დროს გახსოვთ ჩვენ დაუსვით თუ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ, სად არის სავაჭრო ხელშეკრულება, სად არის უვიზო მიმოსვლა, რატომ არ არის პირდაპირი ფრენები, თუ მართლა ინტერესია ორ ქვეყანას შორის გაუმჯობესდეს ურთიერთობები, რატომ არ უნდა დავსვათ ეს კითხვები, ხომ? რა არის ამის ხელისშემშელი პირობები და ხედავდით ხო აბსოლუტურად დღესაც ახლა ამაზეც შეიძლება ისაუბროს. მე არ ვიცი ხა როგორც პრეზიდენტმა როგორ შეიძლება ამას ხაზი გაუსვა, მაგრამ სულ ახლახანს იყო ტრამპის განცხადება, რომ ბაიდენი არ მართავდა ქვეყანას და მე მგონი გამოძიების დაწყებასაც აპირებდნენ, რომ ვინ ერეოდა ბაიდენის ადმინისტრაციაში და ვინ იღებდა გადაწყვეტილებებს. და გახსოვთ თქვენ, რომ ნეტთან დაკავშირებით, USA-თან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება და როგორ მოუწოდებდით, რომ რას მოუწოდებდით, რომ ყოფილიყო ღია, თუ ჩვენი პარტნიორები ბრძანდებით თქვენ, მოდით ღია იყოს ეს დაფინანსების წყარო, ვიცოდეთ, რას აფინანსებთ, ვის აფინანსებთ და პირიქით შეიძლება ხელშემწყობიც ყოფილიყავით ჩვენ ამ ყველაფრის, მაგრამ დავინახეთ, რომ ამ ცვლილების შემდეგ თავად არსებულმა ადმინისტრაციამ როგორი, ასე ვთქვათ, ზეწოლა განახორციელა და მთელი მსოფლიოს თვალწინ გააშიშლა ეს ორგანიზაციები თუ რას აკეთებდნენ და როგორ აკეთებდნენ, რასაც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით ამ თემაზე. ეს ხო ფაქტებზე ვსაუბრობდით, ჩვენ ხო ვინმე წინააღმდეგი არ ვიყავით, ჩვენ ფაქტებზე ვაპელირებდით და ფაქტებს წარმოვადგენდით ყოველთვის, რაზეც ყოველთვის იგნორი იყო და ხედავდით ვინ იყო ამ დაფინანსების წყარო და ვინ როგორ მოქმედებდა, ჩვენ ამას გაუძელით. ჩვენ უდიდესი გამოცდილება შევიძინეთ ამ ყველაფერში და აქვე ამასაც ვიძახი, რომ ჩვენ მზათა ვართ ამ გადატვირთვისთვის, მაგრამ გამოჩნდა, რომ ჯერჯერობით ადმინისტრაცია არ არის ამისთვის მზად და ჩვენ გაგებით ვეკიდებით იმ გამოწვევების ფონზე, როცა საკითხებში ახლა პირველ ადგილზე სხვა უფრო გამოწვევადი საკითხები დგას, რა თქმა უნდა ვერ მოთხოვ და გინდა თუ არა, ახლა შენ საქართველოს საკითხით დაინტერესდი. ჩვენ საზოგადოება კარგად ხედავთ, თქვენს ინფორმირებული ვართ ჩვენ საზოგადოება, რომ დაველოდებით და ჩვენ ვიქნებით გულწრფელი საკუთარ საზოგადოებასთან და ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომ ამ ღირებულებით თანხwebdra
თუ ესია და თქვენც ამ მიმართულებით ხართ, მაშინ საკითხები, რომელზეც შეიძლება ჩვენი თანხმედრა მოხდეს, შესაძლებელია უკვე როგორც სახელმწიფოს და პოლიტიკური დიალოგი და დიპლომატია ჩაერთოს ამ ყველაფერში და როგორც ეკადრება, რომელიც თითქმის დავიწყებულია და ეხლა აპირებენ, სწორედ ამაზე აპელირებენ ამ ღირებულებებს, ეს უნდა აღდგეს ეს ყველაფერი და არ უნდა იმართებოდეს NGO სექტორებით და რაღაც რაზეც მუდმივად ხაზს უსვამთ ეს არაფორმალური მართლობის თემები deep state-ია საუბარი, რომელიც ყოველთვის იყო, ალბათ ყოველთვის იქნება მცდელობები, რომ ძალები ყოველთვის არსებობს ნებისმიერ ქვეყანაში და რა თქმა უნდა ეს იქნება ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი თუ ნებისმიერ ქვეყანა, ყოველთვის ეცდებიან, რომ საკუთარი ასე ვთქვათ შესაძლებლობები გამოიყენოს საკუთარი, ასე ვთქვათ, სწორედ ამ მიდგომას გაუსვა ხაზი მარკო რუბიომაც, როდესაც თქვა, რომ ის დაეყრდნობა ადგილობრივ ოფისებს, რეგიონულ წარმომადგენლობებს და სწორედ მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბებს პოზიციას. თუმცა აი სანამ ეს პოზიცია ჩამოყალიბდება, მანამდე ვხედავთ ეგრეთ წოდებულ მეგობარ აქტს, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა უკვე მისცა შეფასება, როგორც მტრული სულისკვეთების დოკუმენტს, ეს პროცესი მიდის, განიხილება ფართოდ ხდება კონგრესში, წარმომადგენლობითმა პალატამ უკვე მიიღო ყველა ის გზავნილი, რომელიც ამ დოკუმენტში არის თავმოყრილი, თქვენი აზრით რით აიხსნება, რით არის განპირობებული აი ამ პოზიციის ასე მყარად და მაღალ დონეზე წარმოჩენა შეერთებულ შტატებში? რა მართლაც სწორად უწოდეს ჩემმა ყოფილმა კოლეგებმა, რომ ეს არის მტრული აქტი და არ შეიძლება პარტნიორ ქვეყნებს შორის მსგავსი დამოკიდებულება იყოს. ის არის იმ ძველი ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ის პროცესი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ ხორციელდებოდა ხელისუფლების წინააღმდეგ და ამას ემსახურება, რაც მანამდე ვისაუბრი, ამ კითხვაში ჩანს ამ მეგობარი აქტის ძალისხმევა თუ რას წარმოადგენს საერთოდ ეს მეგობარი აქტი და რას ემსახურება და ვის ემსახურება. მოდი ესეც უთხრათ ღიად საზოგადოებას, რომ იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიიღოს გადაწყვეტილება თუნდაც საქართველოს მიმართ, მას აჭირდება მეგობარი აქტი. ან სენატის მხარდაჭერა, ან კონგრესის მხარდაჭერა. თუ მას აქვს ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში, მას სრული უფლებამოსილება აქვს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს და განახორციელოს. ეს მეგობარი აქტი ემსახურება იგივე პროცესს, რაზეც ჩვენ მანამდე ვისაუბრეთ, რომ ძალები, რომელიც დაინტერესებული არიან, რომ აქ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და დასაყრდენი ყავთ ეს არასამთავრობო ორგანიზაცია და ეგრეთ წოდებული პოლიტიკური პარტიები, რომელიც პირდაპირ ჩაბმული არიან ამ პროცესში, ჩვენ ეს ყველაფერი ჩვენი თვალით ვნახეთ, რომ ეს პროცესი ამ დაკვეთით მიმდინარეობს. ეს ამის მსახურება, ეს მეგობარი აქტი ამას ემსახურება. იგივე პროცესი მიმდინარეობს და ამიტომ არ უნდა შეგვეშინდეს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის არის გამოწვეული, რომ აქ მოხდეს ასე ვთქვათ, ნებათა ღელვა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რომ განწყობა საზოგადოების ხელისუფლების მიმართ უნდა შეიცვალოს და მოხდეს ცვლილება ხელისუფლების. მხოლოდ ამას ემსახურება და არც მალავენ პრინციპში ამას, რომ ეს ამას ემსახურება და ამ მეგობარი აქტით მიდის არსებულ ადმინისტრაციაზე ზეწოლა, ხომ დავინახეთ გუშინ ეს კითხვის პათოსი სწორედ ამას ემსახურებოდა და იქ ხომ ნახეთ, რომ საქართველოს საზოგადოების უმრავლესობა მიცის, რომ იქ არსებული კითხვები არის დეზინფორმაცია ძირითადად, ხო? არის აი საბავშვო ბაღი იყო, პრინციპში ესე შემიძლია როგორც პრეზიდენტ შეფასო, იმიტომ რომ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ არსებულ საკითხებს, რომელიც საქართველოს საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს, ამის ფონზე ამხელა სახელმწიფომ გადაწყვეტილება მიიღოს ამ კითხვის საფუძველზე ან ამ მეგობარი აქტის საფუძველზე. ეს იქნება იგივეს გაგრძელება, ამას გულისხმობთ, როცა იძახის ირაკლი კობახიძე, რომ ჩვენ იმედს გამოვთქვათ, რომ მსგავსი დამოკიდებულება შეიცვლება და დაამარცხებს არსებული ადმინისტრაცია, ამას გულისხმობთ. იმას კი არ გულისხმობთ, რომ გინდა თუ არა რაღაცა კეთილგანწყობა შეიქმნება და შემდეგ. ჯანსაღი ურთიერთობა უნდა გაჩნდეს ჩვენ შორის. შეიძლება განსხვავებული შეხედულებები გქონდეს რიგ საკითხებზე. ესეც ნორმალურია. აბა რისთვის არის პოლიტიკა და დიპლომატია? იმისთვის არის, რომ ეს საკითხები, სადაც შესაძლებელია, შეჯერდეს, მაგრამ ეს საბავშვო ბაღი, რომელიც აი ესეთი
ფულგადახტილი ლობიზმით შეკოწიწებული ეს არსებული ჩვენი NGO სექტორის მიერ მიწოდებული ინფორმაციით და ჩინეთის და ირანის თემა და რაღაც გაურკვეველი რაღაცა მიზეზების ხო აი რაღაცა საბავშვო ბაღია ხო იმ ირანის პრეზიდენტის ინაugurაციაზე ამერიკის წარმომადგენელიც იყო და რატო არ არიან მაგის წინააღმდეგ მაგალითად და რა ვიცი ჩინეთთან მთელი მსოფლიო ცდილობს რომ სავაჭრო ურთიერთობები და ეკონომიკური ურთიერთობები როგორმე გააუმჯობესოს დღეს იყო მე მგონი მაკრონის განცხადება რომ მოხარულია რომ ჩინეთთან მან რაღაც ურთიერთობები დაამყარა და შენ როცა ამას აკეთებ ეს ვინმესთვის კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა იყოს რომ სახელმწიფო დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ისეთი ქვეყნის მიმართ როგორც ჩინეთია ურთიერთობას აუმჯობესებს ეს უნდა იყოს ვინმეს ასე ვთქვათ საწინააღმდეგო მაგრამ ამას გულისხმობ რომ ეს ყველაფერი იმიტომ არის გამოწვე ზედაპირზე არის ხელის გულზე არის მას უხდიან ფულს აწვის ინფორმაციას გიგაური და ლომჯარია და არ ვიცი კიდე ეს ორგანიზაციები ამის ფონზე რომ აი ხელისუფლება არის ანტიამერიკული ეს განწყობა შექმნა და ხო ხედავ გაცვდა ეს ყველაფერი იმიტომ არის რომ ცირდება ეს რაოდენობა ამ მომიტინგეების და მიდიან სად მიდიან გადაიჩეხებიან მაგრამ შეგვიძლია მასზე თალკი ვისაუბროთ მაგსაკითხთან დაკავშირებით მაგრამ კაფიოდ ჩანს რა რომ ჩვენი სურვილი რაც გაცხადებული იყო და თანმიმდევრული სახელმწიფოზე გვაქვს საუბარი რომ ურთიერთობების გადატვირთვა უნდა მოხდეს იმ ფონზე რომ ესეთი ურთიერთობა ორ სახელმწიფოს შორის მით უმეტეს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის არ შეიძლება იყოს რომ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციაზე ან რომელიმე კონგრესმენის ესე დეზინფორმაციაზე იყოს ჩვენ შორის ურთიერთობა ეს არ შეიძლება ამას ჩვენ ვერ შევეგუებით და ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ინტერესებს, ვინც არ უნდა იყოს ადმინისტრაციის, ასე ვთქვათ, ხელისუფლებაში. საგარეო ურთიერთობების ჭრილში აუცილებლად უნდა ვისაუბროთ და კითხოთ ევროკავშირთან ურთიერთობებზე. ეს ურთიერთობები როგორ ფასდება თქვენი გადმოსახედიდან, ახლა არის გაყინული ეს ურთიერთობები, თუ შეინიშნება რამე ტენდენცია თქვენთვის ყინულის ლღობის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ბოლო ვიზიტი, რომელიც ჩვენ ნახეთ პრემიერ კობახიძის, იქ გასაუბრებები ევროპელ ლიდერებთან იძლევა თუ არა ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს, იმიტომ რომ ბრალდებები, რაც საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაისმის დემოკრატიული უკუსვლა, ადამიანის უფლებების დარღვევა და ასე შემდეგ, ეს ბრალდებები ოფიციალური პირების მხრიდან კვლავ რჩება საკუთარ განცხადებებში. როგორ ფიქრობთ, რა პერსპექტივა გვაქვს ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით ამ ეტაპზე და რა შეიძლება გაკეთდეს? აქაც არ ვიქნები განსხვავებული შეხედულების ევროკავშირთანაც მიმართებაში ჩვენი დამოკიდებულება არის გულწრფელი და ღია ვარ ჩვენ თუ იქნება ჯანსაღი პროცესი ჩვენ შორის და იქნება კონკრეტულ საკითხებზე საუბარი ამისთვის ჩვენ მზად ვართ მაგრამ იგივე სპეკულაციები რომ ერთი ხელით რომ გეუბნებიან რომ ვითანამშრომლობ და მეორე აქ რევოლუციას გიწყობენ და თავისუფლებას აძლევენ აი მარტივი სახის საკითხი რომელიც არის რომ შიდა თემებში, შიდა არჩევნებზე არ უნდა ჩაერიოს რომელიმე ქვეყნის არ ვიცი, საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება თუ სხვა წარმომადგენელი და ესე ღიად არ უნდა ფიგურირებდეს არჩევნების თემატიკაში და ეს რომ დარღვევა ელემენტარული პოლიტიკური ეთიკის და ესი არ უნდა დაამცირო შენ არჩენი საზოგადოება, არც ის ადამიანები, ვისთანაც შენ გინდა რომ ეს ურთიერთობა არსებობდეს, ხო, მაგრამ ჩვენ ამ ყველაფერს მართლდებოდა იმით, რომ საქართველო არის კანდიდატი ევროკავშირის წევრობის და შესაბამისად ყოველთვის ეს დიპლომატები ზუსტად ამას იშველიებენ არგუმენტად, რომ რახან ჩვენ კანდიდატები ვართ, შესაბამისად მათ აქვთ აზრის გამოთქმის უფლება. უფრო მეტიც ამ ნაწილში შესაძლოა ბევრი სპეკულაციები ვრცელდებოდეს, მაგრამ იყო არაერთი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თუნდაც შესაძლოა გადაიხედოს უვიზო რეჟიმი, ამ პერსპექტივას როგორ უყურებთ? ეს იგივე ქსელს დავარქმევ მე, აი ახლა ჯო ვილსონის კითხვები და ეს უვიზო რეჟიმის სანქციების თემატიკა, ეს ერთ და იგივე ძალის მიერ ინსპირირებული თემებია, სპეკულაციის თემებია, რომ გამოიწვიონ ნებათაღელვა ჩვენ საზოგადოებაში როგორმე რომ მოხდეს ხელისუფლების ცვლილება. ეს ხელისუფლება აღარც მალავენ არ აწყობთ, რატო არ აწყობთ, რომ შეგვიძლია კიდევ უკან დავბრუნდეთ, რა მოხდა
რომ რა პრინციპები გამოიჩინა და რა ღირებულებებზე დადგა და რატომ თქვა უარი ამა თუ იმ საკითხებზე და რატო არის მიუღებელი ეს ხელისუფლება, ამაზე შეგვიძლია ჩვენ ომთან დაკავშირებით ხომ გახსოვთ როგორი ზეწოლა იყო. ამის თანხმედრია და აქაც არ არის ერთიანი ევროკავშირი და ევროპა, ჩვენ ამას ვგრძნობთ, ინფორმაცია ჩვენს გვაქვს. იქაც არის კრიზისული სიტუაციები, იქაც ვხედავთ ბიუროკრატიას, თუ აქვს და აქვს ჩვენ საზოგადოებას წვდომა ამ ინფორმაციებზე, როგორ ხდება ამა თუ იმ ასე ვთქვათ, ევროპარლამენტარის კორუფციაზე საუბარი, სად რა ასე ვთქვათ, თანხმედრებია, ვინ რითი ხელმძღვანელობს, არის ხელისუფლებები და სახელმწიფოები, რომლებიც ჩვენსავით იქცევიან ევროკავშირში და იცავენ იმ ღირებულებებს, რაზეც რუბიო საუბრობდა, რომ იდენტობის, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ბრძოლა საკუთარი ერის საკეთილდღეოდ, ხო, არიან ეს ქვეყნები, რომელიც ჩვენთან მეგობრობენ და ეს პროცესი დაწყებული არის, სადღაც იცვლება, სადღაც ჯერჯერობით ვერ მიდის ეს პროცესი დანიშნულების ადგილამდე. ჩვენ ამ პროცესს ვაკვირდებით, ამიტომ ვიძახი, რომ ჩვენ წინ გადადგმული ნაბიჯი გვაქვს და ჩვენ შეგვიძლია დამკვირვებლის როლშიც ვიყოთ და ამიტომ ვარ დღია, გულწრფელი და ხვალვე, როცა იყო საუბარი, თითქოს იმიტომ იყო გამოწვეული ეს ნებათა ღელვა და ვაიმე უარი თქვა ჩვენმა ხელისუფლებამ ევროკავშირში 28 წლამდე რაღაცა მოლაპარაკებაზე, ხომ დავინახეთ, რომ ეს მანამდე იყო ეს პროცესი დაწყებული და ეს იმისთვის იყო აგორებული, რომ ეს პროცესები გამოეწვია და აქციები და აქციების საშუალებით, რომელიც არაფრის დიდებით არ გამოდის და ეს პროცესი ისევ გაგრძელდა, იმიტომ რომ სხვა მექანიზმი და ინსტრუმენტი არ გააჩნიათ, ამ ქსელის ნაწილია იგივე პროცესები, რაზეც თქვენ ისაუბრეთ და ჩვენ რადგან ვიცით და აღარ ვბრაზდებით ამ თემაზე, რეაგირებთ, მაგრამ ვიცით, რომ ეს თემატიკა შეიცვლება. ამიტომ იყო ის რაღაც ორწუთიანი შეხვედრა მაკრონსა და ჩვენს პრემიერს შორის და ეს გადალაპარაკება ეს არაერთხელ მომხდარა. ეს პირად ცხოვრებაშიც თქვენთან გადაცემაში მithქვავს, რომ აქვთ ეს დამოკიდებულება, უცებ დაივიწყებენ ყველაფერს და ახალი ფურციდან დაიწყებენ საუბარს. ეს არაერთხელ მომხდა, ეს პოლიტიკაა, ეს არ უნდა გვიკვირდეს, რომ ეს შესაძლებელია. რომ არსებულ ამ პოლიტიკურ ველზე ეს ყველაფერი ხდება და მაგალითია, მაგალითად სირიის თემა, ხო? როცა არ ვიცი, სხვადასხვა ქვეყნები შეგვიძლია დავასახელოთ, როგორ ხდება იმის სანაცვლოდ, რომ თვალები დახუჭონ, თუნდაც ჩვენი კანდიდატის სტატუსი გაიხსენეთ მაკრონის განცხადება, რომ გეოგრაფიულად საქართველოს შორს არის, რომ ჩვენ დავეჩაქრეთ და ნებათა ღელვა მომხდარიყო, რომ პირველ ადგილზე ვიყავით ყველა პარამეტრით საქართველოს, რომ ვინც პირველი უნდა ყოფილიყო კანდიდატი და ამაზე უარი თქვეს იმის გამო, რომ ეს ყველაფერი საქართველოში განხორციელებული იყო. ამას ხო უკვე ყველა კარგად ხედავთ. ეს ხო უკვე ახალი აღარ არის. ერთადერთი ისევ დაუბრუნდები ჩვენ პირველ პასუხს, რომ კარგად იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ, ნუ შეშინდება, მაგრამ ჩვენ მუდმივად მზადყოფნაში უნდა ვიყოთ ამ პროცესებთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყანაა და ღირსეული ერი ვართ და გვაქვს პრეტენზია, რომ რა თქმა უნდა თანასწორად ვესაუბროთ უკვე და გვაქვს ეს შესაძლებლობები, რომ არის იმის საშუალებით, ჩვენ ხო უარს არ ვიძახით. პირიქით მზათა ვარ და არასდროს არ გვითხრავს, რომ ჩვენ არ გვინდა ევროკავშირში ასე ვთქვათ ყოფნა, მაგრამ რის სანაცვლოდ რაზე უნდა გქონდეს საუბარი, როგორ მესაუბრები, რას აყენებ ჩემს წინააღმდეგ და ამაზე მქონდა საუბარი, რომ მას აქვს რისი უფლება აქვს. გიორგი, რისი უფლება აქვს, რომ მე არ გახსოვ შენ, აი როგორ წარმოგიდგენია საქართველოს ელჩი, ან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგალითად მაკა ბოჭორიშვილი ჩავიდეს და ამერიკის შეერთებულ შტატებში ან საფრანგეთში რაც ჩემმა წინამორბედმა გააკეთა, მაგრამ პრეზიდენტი აღარ იყო და რომელიღაც პარტიის ყრილობაზე გამოვიდა და მისი მხარდაჭერა გამოხატა და შემდეგ და მაგრამ არსებულ რეალობაში პირდაპირ მოითხოვოს, როცა მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრია და იძახის, რომ ამ ხელისუფლებასთან უნდა ურთიერთობა და ევროკავშირი და შემდეგ ესეთ ნაბიჯს გავს, ეს მისაღები უნდა იყოს, ეს არ ვიცი რა შეждდება, მაგრამ დიახ, ბატონ პრეზიდენტ, მართლაც ჩვენ უკვე მივეჩვიეთ ამ სრულად უჩვეულ და უცნაურ დამოკიდებულებას დიპლომატების მხრიდან, თუმცა მნიშვნელოვანი არის თქვენი, ასე ვთქვათ, ოპტიმიზმი და თქვენი ხედვა, რომ ადრე თუ გვიან გარდაუვალი იქნება დიალოგის დაწყება, იმიტომ ჩვენ გვახსოვს მათ შორის ინტერვიუ გაფართოების საკითხებში ევროკომისართან, სადაც ის საუბრობდა იმაზე, რომ რა თქმა უნდა გარკვეული ეგრეთ წოდებული სადამსჯელო ზომების განიხილება საქართველოსთან მიმართებაში იქნება ეს ვიზა ლიბერალიზაცია თუ სხვა საკითხები, მაგრამ
მაგრამ სავარაუდოდ დიალოგიც აუცილებელი გახდება გარკვეულ ეტაპზე, იმიტომ რომ ყველაზე ცუდი არის არ ესაუბრო პარტნიორს, რა თქმა უნდა, გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ეს საუბარი განახდეს. თქვენნაირ გაქვთ თუ არა ასეთი მოლოდინი, რომ ადრე თუ გვიან ეს დიალოგი მართლაც დაიწყება და ის ორმაგი სტანდარტი, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით ყოველდღიურად, ეს შეიცვლება, იმიტომ რომ დღემდე ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან არის ასეთი მიდგომა, რომ ევროპის კარი საქართველოსთვის ღიაა, რომ ასე ვთქვათ, მოლაპარაკებებიც გაიხსნება და ყველა სიკეთეს მიიღებს საქართველოს მოსახლეობა და საქართველოს ხელისუფლების არჩევანია, რომ მან თავად გადაუხვია ამ გზიდან და დახურა ეს კარი. აი, ეს გზავნილი, რომელიც დღესაც არის აქტუალური, მათ შორის დიპლომატების მხრიდან, როგორ ფიქრობთ, რას ემსახურება დღემდე? ჩემი აზრით, ეს გზავნილი არის მოძველებული მიდგომა და ავხსნი რატომ, რომ ჩვენ საზოგადოებაზე მაქვს საუბარი, რომ ჩვენ მივეჩვიეთ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღებას. რა არის ჩვენთვის კარგი? აი კანონის ცვლილებაზეა საუბარი, რაიმე სიახლის შემოტანაზე, უკვე ჩვენ თვითონ ვფიქრობთ, რომ ეს უღის თუ არ უღის ჩვენს ქვეყანას, ჩვენი მოქალაქისთვის ეს კარგია თუ არა ეს კარგი. ადრე, სხვათა შორის, ჩვენი ხელისუფლებაც ესე ვიყავით დამოკიდებული, რომ აბა მოიწონებს თუ არა ეს რომელიმე ევროპარლამენტარი, ვაიმე რა სიტყვის, ესა თუ ის ელჩი და შემდეგ და ამაზე ქონდა აქცენტი, გაიზარდა ჩვენი საზოგადოება და ამას გულისხმობდი. მე აბსოლუტურად სხვა რეალობაა საქართველოში. აღარ არის ლომჯარია და გიგაურის დღის წესრიგი დღეს საქართველოში და კარგად ჩანს ეს ყველაფერი, მაგრამ რადგან იქ ერთი ქსელია და ერთი ინსტრუქციაა, სხვას ვერ ეყრდნობიან და იგივე მეთოდებით ცდილობენ ჩვენთან სიტუაციის შეცვლას. ვერ მოხდება ეს ყველაფერი. არაერთხელ დავინახეთ, რომ ეს შეუძლებელია ამის განხორციელება და ყველაზე კარგი რაც არის, ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით, გამოცდილება შევიძინეთ. ამიტომაც არ ვაქცევთ ზურგს. ჩვენ მზათა ვარ, დღეა ვარ და ვიცით მათი დამოკიდება, ამასაც არ ვმალავთ. ვიცით, რომ მაკრონი ხვალ მობრუნდება და კიდევ ხელს ჩამოართვებს და დაიწყებს ახალი ფურსიდან და კი საქართველოს და ეს რეგიონი ჭირდება ჩვენს ევროკავშირს და ჩვენ აუცილებლად უნდა განვაახლოთ ურთიერთობები სხვა რაკურსით. აუცილებლად მოხდება ეს. თუ არ მოხდება, ესე იგი რაღაცეები კიდევ შესაძლებელი არის, მაგრამ ეს უნდა ვისწავლეთ. მე მგონი რომ უკვე ვისწავლეთ. დიდმა ნაწილმა ამას გაგებით მოეკიდა და ამიტომაც ვართ ესე მყარად, რომ ჩვენი ინტერესებიდან მოქმედებთ და ჩვენი საზოგადოება, რომელმაც ჩვენ აგვირჩია, ამას გულისხმური დადევნებს, თვალს შენ ამას ასრულებ თუ არ ასრულებ. ის ყველაზე მძიმე პერიოდში ჩვენ როცა ამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ესეთი ზეწოლა განხორციელდა და აღარ დამალეს დღეს, ხო, ჩვენი პრემიერ-მინისტრი პირდაპირ განაცხადა, ვინ იყო და გახსოვთ როგორი ჩვენ ვიყავით მაშინ ხალხის ძალამხედველობაში, ვინც პირველად დავიწყეთ ამ საკითხებზე საუბარი, მაგრამ დღეს აღარ არის დამალული პირდაპირი მოთხოვნა, როგორ იყო, რომ ჩვენ ამ პროცესში ჩავთვლილიყავით. ეს პროცესი არ გაჩერებულა, აი როცა ქსელზე ვსაუბრობდი მე, ის ცხელი წერტილების შექმნა რუსეთის გარშემო, რომელიც დღეს ესეც ხო დასამალი არა, რომ ტრამპის მონდომება, რომ ეს ომი შეჩერდეს და გაჩერდეს, ვინ იყო ამის პირველი ინიციატორი, ვინც ამ საკითხებზე დაიწყო საუბარი ჯერ კიდევ ომამდე. ჩვენი ხელისუფლება იყო, გაიხსენეთ, რასაც დღეს ტრამპი საუბრობს, ამ ღირებულებებზე გვაქვს საუბარი, რომ მშვიდობა დაანგრევს ეს ყველაფერი. აი იმით, რომ ჩვენ ამ ტანჯულერს თითქოს ჩამორჩებოდით ჩვენი წინამორბედი, რომ გოდებით მოიხსენიებდა, რომ სადა ვარ და აგერ უკრაინა სად არის, დღეს აღარ კითხულობენ, რა დღეშია ეს ერი და რა დაკარგა და აგერ წიაღისეულები არაფერზე უფლება აღარ აქვს. ხო ხედავთ ამ რეალობას. აქედან გამომდინარე, ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე შეგვეძლება გავაგზავნოთ ეს ცხოვრება და ურთიერთობა. კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ არსად არ ჩანს პირიქით მზადა ვართ ყოველთვის, რომ გჯერა, რომ ეს პროცესები შეიცვლება, თუ არ შეიცვლება, ჩვენ ვალდებული ვართ ჩვენ საზოგადოებასთან, რომ ვიზრუნოთ, რისთვის ვიზრუნოთ. მოდი ახლა რითი შედგება, ახლა მუდმივად არის აპელირება არალეგიტიმური ხელისუფლება. რას ნიშნავს არალეგიტიმური ხელისუფლება? ვინმე შეიძლება ამიხსნას არალეგიტიმური ხელისუფლების, ასე ვთქვათ, აქცენტი კეთდება საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებში დაწყებული იმით, რომ მილოცვები არის. მაგრამ არა, სიყალბეზე მაქვს საუბარი, რომ არჩევნების ნაწილზე. ხო, მაგრამ ეს ხო სიყალბეა, რომ ლეგიტიმაციას ვინ აძლევს ხელისუფლებას? ხალხის ცხადია. ხო და მე რა არის აქ არალეგიტიმურია, სად ჩანს ხალხის განწყობა, რომ ეს ხელისუფლება არალეგიტიმურია, რომელი ინსტიტუცია
ვერ ფუნქციონირებს, როგორ ცხოვრობს საქართველოს დღეს, ამაზე მაქვს, როგორ ხდება 9%-იან პირველ ადგილზე, როგორ არის საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, როგორ არის ყველაზე გამჭირვალე მთავრობა ევროპაში ჩვენი ხელისუფლების, ესე იგი, როგორ ხდება ეს ყველაფერი თუ არალეგიტიმურია, არ ფუნქციონირებს და გაჩერებულია და არაფერი წინსვლა არ არის საქართველოს. მაგრამ ამის საპირწონედ ეს ინდექსები, ამ ინდექსებს ხო საქართველოს რაღაცა კვლევითი ინსტიტუტები არადგენენ. ამ ინდექსებში რომ მოწინავე პოზიციებზეა ჩვენი ქვეყანა, ეს ყველაფერი თავისით ხდება? ვინ ახორციელებს ამ ყველაფერს და ამას ვიძახი რომ ეს სიყალბე, რომელსაც თავის მომხრებს ესე ატენიან და ბნელად წარმოიდგინე, ეს ხო ოპოზიცია არ არის, როგორი შეურაცხყოფელია მათი მხრიდან 800,000-მდე ადამიანმა მათ ხარი დაუჭირა, 800,000-მდე, 2,200,000 ადამიანი მონაწილეობდა მაშინ არჩევნებში. და იმ ადამიანებს, ესე იგი, არანაირი მისასვლელი არ აქვთ. ესენი არიან, როგორ გითხრა ეხლა, ყველას პრეზიდენტი ვარ, აღარ შემიძლია ეხლა მე როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ვისაუბრო. Გარმაცხადე კიდევაც ჩემი პარლამენტში გამოსვლა, დიახ, მე ყველას პრეზიდენტი ვიქნები. იმ ღირებულებების ფონზე რომ სიმართლე დავინახოთ, რა არის, რაზეც გელაპარაკებით, რომ ვართ მოწადინებული რომ იყოს ერთიანი საქართველო, ძლიერი საქართველო, ეკონომიკურად განვითარებული, ტრადიციების, ოჯახის ღირებულების დამცველი. ეს ამის თანხwebdriver ვისთანაც მექნება განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიმართ, რა თქმა უნდა, მისი პრეზიდენტი ვიქნები, მაგრამ როგორ შეიძლება იმის პრეზიდენტი ვიყო, ვინც ამ ყველაფერს უარყოფს და პირდაპირ მიდის საქართველოს წინააღმდეგ, განადგურების წინააღმდეგ და ამის უარყოფის წინააღმდეგ და მისი გზა, ეს ზიზღის გზა, რომელიც ამაზეც შეგვიძლია შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი, რასთან არის დაკავშირებული ეს ზიზღი, რატო უნდა ეზიზღებოდეს და ის ფონი, რომელიც მუდმივად მუსიებდა რუსული და ვერაფრით ვერ გაამყარეს, რატომ არის ეს მიზანმიმართული და ეს ხალხი, რომელიც უკვე ზოგიერთი დააჯერეს და ზოგიერთი სკოლის მოსწავლეა და შეცდომაში შეიყვანეს და ზოგი ეხლა გისოსებს მიღმა ის ახალგაზრდა ასევე რომელიც ზოგიერთი მოტყუებულია ხომ და მათ საპასუხოდ არ აქვს აი ამ ორომ ტრიალში არიან და ვერ გამოდიან ამ სივრციდან და ამაზე მაქვს საუბარი რომ ეს სიყალბეა ამას ვერ გაექცევა ეს სასოწარკვეთა მათში იქნება იმიტომ რომ ვერ გამოდის მდგომარეობაში აღმოჩნდა. აი არჩევნებიდან 7 თვის შემდეგ, როდესაც ესე იგი უარი თქვა, პირიქით საკუთარ ამომრჩეველს უთხრა უარი ოპოზიციამ, დღეს უკვე ეს შეიძლება რომ კაფიოთ ითქვეს, იმიტომ ის ნდობა, რომელიც მართლა წაი 800,000-მდე მოქალაქემ გამოხატა, ამ ადამიანებს ჰქონდა ცორილი პარლამენტში ყოფილიყო წარმოადგენილი საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ძალა ოპოზიციის სახით, აი ამ ყველაფერს ხაზი გადაესვა, დაიწყო პროცესი უარყოფა არჩევნების შედეგების, უარყოფა ლეგიტიმაციის და საბოლოო ჯამში აი თქვენ როგორ ფიქრობთ, აი ეს ოპოზიციური ჯგუფი დღეს რა მდგომარეობაშია და აი მართლაც ამომრჩეველთა მისასვლელი პირი აქვს თუ არა, იმიტომ რომ მოდის თვითმმართველობის არჩევნები. აი მაგდა, ესე იგი 800,000 ადამიანი რომ ხარს გიჭერს და 5,000-იც არ გამოდის, ესე იგი 800,000-დან 5,000. კითხვა ხო უნდა დაებადოს რომელიმეს, ვინც გულწრფელია, თორე ვინც ახლა ხელოვნურად და ჩართული არის და იციან ვისგან არის ეს დავალება მიღებული, იმაზე არ მაქვს საუბარი. ხო, ფაქტია, რომ ეს ადამიანები ამ ყველაფერში აღარ მონაწილეობენ და გულაცრუებული არიან ამ ასე ვთქვათ, პოზიციების მიმართ, ხო, რა პოზიციების გააჩნია. ჩვენ ხო ამაზე წინასწარ საუბრობდით, რომ ეს პროცესი ხელოვნურად იქნებოდა დაგეგმილი, რომ არ შეიძლებოდა ამ არჩევნების აღიარება. რატომ? იმიტომ რომ იცოდნენ განწყობა, რომ შეუძლებელი იყო ქართული ოცნების დამარცხება, რა თქმა უნდა, იყო ოპოზიციური ამომრჩეველი და გამოჩნდა კიდევაც და 800,000-მა მისცა ხმა, ხო? ეხლა რაზე არის საუბარი, ეს რომ ლეგიტიმაცია შეძენილიყო მათი მხრიდანაც და პარლამენტში შემოსულიყვნენ, მაშინ ხო ვერ ისაუბრებდნენ, რომ დიქტატურა, რაღაცა ოლიგარქია, რაღაცა ავტორიტარიზმის შემდეგ, ხო, როგორ შეიძლება ახლა რომ 800,000 კაცი როცა განსხვავებულ პოზიციაზეა, იქ როგორ შეიძლება ავტორიტარიზმი იყოს და დიქტატურა იყოს, შეუძლებელია, ხო? მაგრამ რადგან დაკვეთა არის რომ ეს ყველაფერი გახსოვთ, ხო, გახსოვთ თქვენ გადაცემებში, მე ვსაუბრობდი, ეს იგეგმება წინას, გახსოვთ მე ჩემს წინამორბედზე რაც გესაუბრებოდით, რომ დღეც არ იყო გასული ეს ადამიანი პრეზიდენტი გამოსული იყო და
პირველივე ღამეს ჯერ CSKO-ს არ ჰქონდა გამოცხადებული შედეგები და პირდაპირ ეს იყო რუსეთის მიერ ჩატარებული და რაღაც სიგიჟეები ისაუბრა, რაღაცა 17 შეტანილი რაღაცა, აი გაუგებარ ფაქტებს. არა, მაგრამ თქვენი ოპონენტები საკუთარ ამომრჩეველს ამშვიდებენ იმით, რომ აი ნახეთ სხვადასხვა ქვეყნები ქართულ ოცნებას, მის მაღალჩინოსნებს უწესებენ სანქციებს, რომ ეს კრიტიკული განცხადებები იქნება ევროპარლამენტარების დონეზე, ცალკეული მინისტრების დონეზე თუ ასე შემდეგ არ წყდება. შესაბამისად ამ ადამიანების ნაწილს დარწმუნებული ვარ ჯერა რომ ეს არის პროცესი რომელიც განგრძობითაც წავა იმისკენ რომ ხელისუფლება შეცვლია თქვენ ნაწილს და რამდენია შენი აზრით ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები მაგას ვიზახი რომ 800.000 ამაზე მაქვს საუბარი რომ ვისაც გულწრფელი შეხედულება აქვს და ამაზე მაქვს საუბარი რომ ეხლა სულ მუდმივად ქართული ოცნება ხომ არ იქნება მაგრამ რაზე გვაქვს ჩვენ საუბარი რომ ამით არაჯანსაღი პროცესია ხომ და ხელოვნურად არის ეს შექმნილი, თორემ რეალობაში, აი რაც პრინციპში ამ არჩევნებზეც განხორციელდა და ეს ოპოზიციური პარტიები მართლაც ღირსეული საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს ინტერესების გამტარებლები იყვნენ და ამასაც იცავდნენ, სად არის აქ დიქტატურა და სად არის აქ ოპოზიციური, ასე თქვა, ძალა და ხალხის მხარდაჭერა. ხო იარსებებდა, ხო გინდა პარლამენტში, გინდა ნებისმიერ სიტუაციაში, როცა ამდენი ხალხი მხარს გიჭერს, ხო? გამოიკვეთა და ლეგიტიმაცია ამას ჰქონდა ამ ყველაფერს. მაგრამ რადგან ეს ყველაფერი ჯანსაღი არ არის, ეს ყველაფერი მართულია, ამაზე ჰქონდა საუბარი, ეს ყველაფერი იყო მართული გარედან და არ შეესაბამება იმას, რომ მაგ ცვლილებები მომხდარიყო. ამაზე მაქვს საუბარი და ესენი ვიღაცებს უნდათ რომ გამოვიდნენ ამ პროცესიდან და რაღაც დამოუკიდებელი ნაბიჯები გადაწყდნენ, მაგრამ ვერ ახერხებენ, ხო იცი, ხვედრია, აგენტის ხვედრია, რომ რადგან შენ უკვე ხელი მოაწერე და მათდამი დაქვემდებარებული ხარ, იმიტომ ვერ გამოდიხარ და ამიტომ აყენებენ საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარ ამომრჩეველს შეურაცხყოფას და მუდმივად ამ სიყალბის პროვოცირებას ახდენენ და იმიტომ არის დახმარება ამ ქსელზე მაქვს საუბარი, იმიტომ არის დახმარება ჯო ვილსონის ამ სათაურების გამოტანა ამ ყველაფერში, ეს ხალხი ასულდგმულო, რომ ხედავ, არა, ჩვენ მხარდამჭერები გვყავს, აგერ ჩვენ მხარდამჭერი გვყავს, აგერ რუბიომ ნახე რა თქვა და ეს ხალხი უნდათ მოტყუებული დატოვონ. თავისივე ამომრჩეველთო, ჩვენი ამომრჩეველები უკვე ყველაფერს მიხვდა, იმიტომ ვარ მყარად, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ეს ყველაფერი კარგად აქვს შეგნებული. ეს იმ ამომრჩეველზე მაქვს საუბარი, რომელიც თulis რომ რას ქვია ვინ მაკადრებს მე თავისუფლება მე მეძახის მონას მაგრამ ამ სიტუაციაში თავის გააზრებული აი კარგად რომ შეხედოს თავის ყოფას როგორ მოატყუა ამ ოპოზიციამ როგორ დღეში ჩააგდო და როგორ არ გამოყავს ამ პროცესიდან რომ რეალობას შეხედოს და მუდმივად ასულდგმულებს ეს დაფინანსებები ამას ეხება რომ მუდმივად ეს დაფინანსებები იყოს რომ კვებონ რომ ეს ხალხი არ დაეკარგოთ ამაზე მაქვს საუბარი, ეს ვეღარ გაგრძელდება და აკლდება ეს რაოდენობა. აი ამის საპირწონეთ ოპოზიცია 26 მაისს გეგმავს ალტერნატიულად აღნიშნოს დამოუკიდებლობის დღე, როდესაც ხელისუფლება საუბრობს იმაზე, რომ ამ ადამიანთა რაოდენობა არის მუდმივად ეს ფაქტია, მაგრამ 26 მაისს ისინი აპირებენ, რომ აჩვენონ სად არის ამურჩეველი და სად არის მათი მარტს ასაპირებდნენ, ხო არ გახსოვს? გვახსოვს, კი ბატონო. ჩემი არჩევნების დროს ასაპირებდნენ და რამდენი თარიღი გაიარეს ეხლა რომ რა ესე აპირებდნენ ამას ახლა ჩვენ უკვე მოვისმინეთ საუბარი მსხვერპლის აუცილებლობაზე და მე ამაზე მაქვს საუბარი რომ კი არ აპირებენ აი ამ საზოგადოებას რომელიც თითქოს ჩვენ გვეძახის მონებს დაგვდებს და მონები და ასე შემდეგ ის ვერ გაუთვალისწინებია რომ როგორ შეურაცხყოფას აყენებს ეს ხალხი მუდმივად ამ თარიღების გამოცხადებით და მუდმივად დაპირებით რომ რაღაცა შეძლებენ და ამ ხალხის მეშვეობით რომელსაც მოაკლდა კიდევაც და ვინც გულწრფელია ვერ დამალავს ამ ყველაფერს ხო აბა მაშინ რას იზავს ხო საქართველოს წინააღმდეგ უნდა წავიდეს და დარწმუნებული ვარ იმ 800,000 ადამიანში როგორ შეიძლება ჯანსაღად მოფიქრალი ადამიანი არ იყოს მე იმ ადამიანების იმედი მაქვს ჩვენი მოწინააღმდეგე კი არის მაგრამ იმ ადამიანების იმედი მაქვს რომ გამოფხიზდებიან ის ჩემი სიცხი და ხორცია და მიხვდებიან და მიხვდა კიდევაც ამაზე მაქვს საუბარი როგორ შეიძლება 800,000 ადამიანიდან 100 კაცი და 5,000 კაცი გამოდის და ამ თარიღების მიხედვით უნდათ რომ რაც შეიძლება მეტი აღარ გამოდის ეს ხალხი და რატო კითხვა ხო იბადება რატო არ გამოდის ეს ხალხი რატოა გული აწრუებული ვინ ატყუებს ამ ხალხს და საკუთარ თავში ხომ ჩაიხედა და უნდა ჩაიხედოს უნდა შეხედოს ამ სიცრუეს სიყალბეს ვინ ატყუებს და მე კი ბატონო
გამობრძანდეს. ამაზე გვაქვს საუბარი. ვინმეს დაუშალა, რომ ან პარტია შეექმნა, ან პოლიტიკაში მობრძანებული იყო, ან თავისუფალი აზრი გამოეთქვა და შემდეგ. ეს პროცესებიც, რომელიც ხელოვნურად გამოწვეული იყო, ეს აქციებიც, რომელიც წინასწარ ვიცოდით, რომ ეს ზალადობრივი აქცია უნდა მომხდარიყო, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ ხერხდებოდა, ვერ ახერხებენ ამ ყველაფერს ეს ადამიანები. არა აქვს ზალადობაში მუდმივად ადანაშაულებენ ხელისუფლებას, დაკავებული ადამიანები მოყავს ამის მაგალითად, ასევე პოლიტიკოსების ნაწილს გირავ აქვს შებარდებული, იცით დარწმუნებული ვარ ეს პროცესი, დღეს ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს, მანამდე უქრუაშვილი, კიდევ ორი ლიდერი მინიმუმ ოპოზიციიდან არ აპირებს გირაოს გადახდას. ეს გაამწვავებს თუ არა სურათს და მათ შორის საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების თვალში როგორ გამოჩნდება პროცესი, თუ აღმოჩნდება, რომ რამდენიმე პოლიტიკური ლიდერი არის ციხეში, თუნდაც გირაოს გადაუხდელობის გამო. მე მგონი ამ თემას ვერ გავწდი და ისევ ამ თემაში ვტრიალით, მაგრამ კარგია რომ ავხსნათ კიდე კარგად. თუ მე მჯერა მწამს, რომ მართლაც ხო სულ ვიძახდი, რომ მართლა თუ მჯერა და მწამს, რომ ეს ხელისუფლება მართლაც მიდის რუსეთისკენ, ანგრევს ამ ჩვენ მიერ აშენებულ 3000-ოვან სახელმწიფოებრიობას, რომ უნდა ჩაგვაბაროს და შემდეგ. ეს არის მათი განხორციელებული აქტი, რომ გადაიხდის თუ არ გადაიხდის, ეს არის მათი თავგანწირვა, თუ მის ჯერა რასაც საუბრობს, რომ ეს ხელისუფლება ესეთია, ეს არის მათი თავგანწირვა და მათი გაცხადებული პოლიტიკა, ამით ეწინააღმდეგებიან, გადაიხდიან თუ არ გადაიხდიან და ამას ვიძახი, როგორ აბოლებენ, ჭყალებში ვიტყვი, როგორ შეურაცხყოფას აყერებენ საზოგადოებას. არც ერთი ფაქტი არ არსებობს, თვითონ დაიწყეს საუბარი გაყალბების თემაზე, ხო? ერთ-ერთი იყო, არ ვიცი, აღარ დავასახელებს, თვითონ დაიწყეს, რომ ვერ ნახეს ვერც ერთი ფაქტი. ესე იგი, რა გამოდის, ვის ატყუებდა ეს ხალხი? ხო ატყუებდა საკუთარ ამომრჩევას, ხო? რუსეთთან ურთიერთობაში, არ ვიცი, მე რამდენად შეიძლება ვისაუბროთ, ხო? სად არის ერთი ფაქტი, ხო შეიძლება დაგვისახელონ, რაში მდგომარეობს ჩვენი რუსეთთან ან ერთ რაღაცა მიმართულებით ან რუსეთის გუბერნიად გახდომის ცდელობა, სად დაინახეს, როგორ დაინახეს, რა გვაქვს საერთო გამაგებინეთ და ის რომ ჩვენი ინტერესების მიხედვით არ ვახორციელებთ ისეთ აქ, სადაც ჩვენ უფრო დავზარალდებით, ვისე რუსეთის ხელისუფლება და ამაზე ეკონომიკური სანქციების გინდა ეს მეორე ფრონტის გახსნა და ამ შემდეგ ეს ვის დააზარალებს, ეს ხო გამოცდილება შეძენილი აქვს ჩვენ საზოგადოებას და მოხალისეების ეს ხო ამის გამოძახილია და ესეც არ დაგავიწყდეთ, რომ მაშინაც ამ 800,000-დან სწორედ ომის თემატიკაში ის ხალხიც კი ვინც მათი მხარდაჭი ის ხალხიც კი მიხვდა სად ასე ვთქვათ მიათრებდნენ საქართველოს მათი დამქაშები და ესენი როგორ ვერ ხვდებოდნენ თითქოს რომ ამოხდა მე მოხალისეების გაგზავნა ეს არაფერია სანამ ბაიდენმა არ თქვა რომ ეს პირდაპირ ომში ჩართვას ნიშნავს ხო როგორი აქციები ჰქონდათ აგერ მრავალათასიანი ხო ანუ რაზე მაქვს საუბარი ეს ერთი ქსელი იყურება აი ჯოვისონის კითხვიდან დაწყებული დამთავრებული ჯაფარიძის გადახდა არ გადახდამდე ეს ერთი და იგივეა ამას ემსახურება ეს ხალხი და ამაზე მაქვს გულის ტკივილი რომ ეს საზოგადოება რომელიც თვლის რომ რას ქვია კაცო მე საქართველოს არავის დაუთმო მე ამ ქვეყნის ჯანსაღი მოქალაქე ვარ და ვის მივცემ იმის საშუალებას რომ ეს ქვეყანა გაყიდოს შემდეგ და აგერ მის თვალწინ მის მიერ არჩეული პოლიტიკოსი ესე თვალებში ყურებით ესე სიცრუეს პირდაპირ ნაცარს აყრის თვალებში და ამაზე რეაქცია არ აქვს. ან რეაქცია აქვს და უკვე ნიჰილივშია გადასული და აღარ აქვს რეაქცია და არიან იქ რამოდენიმე იქ შეიძლება ექსპერტები, ფილოსოფოსები, რომლებიც რაზე საუბრობენ, ხო? აი რასთან არის კიდე დაკავშირებული და რაზე მაქვს ყველაზე მძაფრი რეაქცია, რაზე მქონდა ამ აქციებთან დაკავშირებით, რომ ეს წინასწარ ვიცოდი ეს ინფორმაცია, როცა ვერ ააგორეს სიტუაცია და ბრძენია ქართველი ხალხი, არ გამოყვება ამ სიცრუეში, მაგრამ დაიწყეს ასაკის დაწევა, რომ ნელ-ნელა დაბლა ჩამოსულიყვნენ და სკოლის ასაკამდე გახსოვთ მასწავლებლები როგორ ჩართეს, სკოლის მოსწავლეები როგორ ჩართეს აქციებში და როგორ გამოყავდა და ეს ტელევიზიები როგორ დაძდევდნენ 11 წლის ბავშვს და აძახებინეს მოღალატე და შეაკვდება და შემდეგ 11 წლის ბავშვს. ეს ზიზღისენა რამოდენიმე დღის წინ იყო საუბარი ზიზღზე, ხო? ზიზღი თითქოს რა არის ზიზღი, ხო? საიდან მოდის ეს ზიზღი? ეს წარმოგიდგენია? რა საზოგადოება უნდა იყოს, სადაც ერთმანეთი გეზიზღება, აი როგორ უნდა შედგეს ჩვენი თანხwebdriver, თუ ჩვენ ერთი ქვეყანა გვაქვს და სადაც ეს ზიზღი თითქოს ჩვეულებრივ მოვლენად უნდა გავხადოთ, ხო? თუ არ გეზიზღება, ესე იგი ვერ შეცვლი და
თუ ჩვენ ისტორიულ რაკურსს უკან გადავახვევთ, ეს ზიზღი საიდან გაჩნდა, რატო ფიგურირებს ზიზღი, ვინ უნდა გეზიზღებოდეს და როგორ უნდა მოხდეს ამ ზიზღის კამპანიის გამხსობა. წარმოუდგენელია ისე შეხედო შენ ხელისუფლებას, როგორც ჩვენ ახლა რეალობაში ვახორციელებთ ოპოზიციურად განწყობილმა ადამიანებმა, რომ კარგზე დაინახონ კარგი და ცუდზე და ბევრია სხვათა შორის გამოწვევა, რომელზეც ჯანსაღ ოპოზიციურ ფრთა შეუძლია ამ თემებით სპეკულაციას და ხელისუფლებაში მოსვლას, თუ ამაზე სწორად ჩამოყალიბდებიან, ხო, მაგალითად, მაგრამ იმაზე რომ კარგი დაინახოს და ცუდი დაინახოს, ჩვენ ხო ესეთი საზოგადოება გვინდა, რომ ერთი ქვეყანა გვაქვს, ერთი სისხლი და ხორცი ვართ, შეიძლება პოლიტიკურად განსხვავებული შეხედულება გქონდეს, მაგრამ ამ ჯანსაღ პროცესს ხედავდეთ და კარგს ხედავდეთ ნამდვილად. აი საქართველოს ნაკრები რო იგებს, ხო ყველა ხედავთ, ხო არ აგებს, კაცო, ხო ვიცით რომ ხედავთ, იგებს ეს ჩვენი ნაკრები. ამაზე ხო შეგვიძლია ერთი აზრი გქონდეს, მაგრამ უყურეთ რა ხდება ეს ზიზღი რატო შემოდის, რომ თუ ესეთი განცდა მე გამიჩნდა, რომ ჩვენ ერთად გულშემატკივრებთ საქართველოს ნაკრებს, თუ ჩვენ აგერ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, იმის წარმატებული იყოს და ამას უფასებ და დაშუქრა. ჰოპ, იკარგება ის დამოკიდებულება და ძალა, რომელმაც უნდა ძალადობრივი გზით უნდა შეცვალოს ხელისუფლება. რადიკალიზაციას ხელს უწყობს ეს არის მე თუ არ მეზიზღება ხელისუფალი, მე თუ არ მეზიზღება ხელისუფალი, მე ამ აქტს ვერ განვახორციელებ. ეს იცი ვისგან არის დაწყებული? ეს არის ზუსტად დეკაბრისტები, ტერორისტები, ბოლშევიკები, ფაშისტები გადახედოს საზოგადოებამ ეს ზიზღი რას ნიშნავს? რატომ უნდა იყოს პოლიტიკაში ზიზღი, რომ შენ ხელისუფალი, შეიძლება ვიღაცა იმსახურებდა, ვიღაცა არ ისახურებდა, მაგრამ ჩვენი საზოგადოება, ქართული საზოგადოება, რომელიც ემოციაზე ვართ ერთმანეთთან დამოკიდებული, კი დღეს შეიძლება ერთმანეთს ოდიშვიხტი უცენზუროდ მიმართოთ, მაგრამ ჩვენ იმის ძალა გვაქვს, ერთი სარწმუნოება გვაქვს, ეს არის ოჯახური ღირებულების ტრადიციები, რომ ჩვენ შეგვიძლია ხვალ ერთად დავждეთ და ერთმანეთს რაღაცა ჭიქა მიუჭახუნოთ და ერთად გავაგზავნოთ ცხოვრება. ეს არის ჩვენი სოციუმი. ჩვენთან ეს უცხოა. ამ ზიზღის დამკვიდრება, ამ უცხოს შემოტანა, ამ გეზიზღებოდეს არ ზის ქართულში. ამიტომაც ვერ ახორციელებ, მაგრამ ეს ტექნოლოგია, არა, ამას ვიძახილ, ეს გამოსავალს თუ ხედავ. მაგრამ ეს ტექნოლოგია, ეს არის ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ხელისუფლება შეცვალოს. ამაზე არიან დაყრდნობილი. ეს კონტრზომები თუ არსებობს, რომ რაღაცნაირად განეიტრალდეს ეს ყველაფერი და ეს აგრესია დაიწყოს. კონტრზომები არის ზუსტად ის მიმართულებები, რაზეც პირველ კითხვაზე გაგეცით მე პასუხი. მე მყარად მაგ განცდა, რომ ქართული საზოგადოება საკმაოდ დაბრძენებულია. რა თქმა უნდა, ჯერ შორსა ვართ იმისგან, რომ სრულყოფილი, ასე ვთქვათ, დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა ვიყოთ, მაგრამ დავდექით ამ გზაზე, შევიგრძენით ჩვენი ძალა და რითი შევიგრძენით? ეს გამოკვეთილი ეს ღირებულებები, რაზეც თანხwebdriver გვაქვს ჩვენ, რომ ეს არის სუვერენიტეტის აღქმა, შენი ტრადიციები, შენი ოჯახური ღირებულებები, ეს ამას გულისხმობს, რომ ეხლა 17 მაისს ამდენი ადამიანი რო გამოდის, ეს ხო პასუხია იმის, რომ აგერ არ ვიცი 171 დღეა თუ 180 დღე რა მნიშვნელობა აქვს ამ დღეებს რო ითვლიან. დღეს არის იმის საშუალება, რომ ნაბიჯების დაითვალონ და ის უფრო დიდი ციფრი გამოჩნდება, ხო, ყველა საქმე რომ ნაბიჯები დათვალონ და არა დღეები და უფრო დიდ ციფრს დაასახელებენ, თუ ეს არის, ასე ვთქვათ, სტატისტიკა თუ უნდათ, მაგრამ ის სადაც ხალხი გამოდის და სულ არ ჭირდება განსაკუთრებული მოწოდება, ეს იყო 17 მაისი. რატომ არის ერი და ბერი ერთად, რომ ეს გამოწვევები დაინახა და ისის დაინახა, რომ ეს გადალახა. გადალახვადია და ერთად დგომით შეგვიძლია, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი და გავაგზავნოთ ცხოვრება. ამიტომ ვარ მე მყარად. რეალურ ცხოვრებაში ჩვენ თანმიმდევრული ვართ და მიუყვებით ამ პროცესებს ძალიან კარგად, მაგრამ ჯერ ასე ვთქვათ, იმ სულყოფისგან ჯერ კიდე შორსა ვართ. ახლა დავიწყეთ ამ ნაბიჯების გადადგმა და ამას არაფრის დიდებით არ დათმობს საზოგადოება, გამორიცხულია, კიდე უფრო მეტად გაძლიერდება ამ პროცესში. შეხედეთ, ხო მე თქვენ გეუბნებოდით მაშინ ჩემს წინა ცხოვრებაში, რომ სამაგალითო გავხდებით მეთქი. გაიხსენეთ, გეუბნებოდით, საქართველოს გახდება სამაგალითო, სხვა ქვეყნებით ინსპირაცია და პრინციპში შეგვიძლია ამას საუბარი, როცა შენ მანამდე დაიწყე ამ ღირებულებითი ნაწილის
ასე ვთქვათ, პოზიციონირება, ხომ და დავინახეთ, ხო, ამერიკის შეერთებულ, ხო, გახსოვთ, როგორი ქილიკი იყო, რა კაცი და კაცი, რა ქალი და ქალი, რაზე საუბრობენ, რა შუაშია საერთოდ ოჯახური ღირებულებების შემდეგ, დავინახეთ, ხო, არაერთმა ლიდერმა პირდაპირ ხაზი გაუსვა და ტრამპის მისი კამპანია როგორ დაიწყო და როგორი, ასე ვთქვათ, შემოტრიალი ხდება ამ თვალსაზრისით. ეს ხომ არ არის ვინმეს წინააღმდეგ გამართული ბრძოლა, დაინახა ადამიანმა დაინახა, რომ მის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები ეს ხელოვნური პროცესები მიმდინარეობს რაღაც ძალების გამდიდრების და ძალაუფლების მოხვეჭის გამო, არაფრის დიდებით არ გიდევენ, ომში ჩაქრთავენ, გაგწირავენ კიდევაც და მაგალითია უკრაინა. ამას ხო ვეწინააღმდეგებოდი. ჩვენ ხო დავინახეთ, რომ ეს გადავლახეთ ჩვენმა საზოგადოებამ და დავინახეთ შედეგიც. და ამ შედეგზე ამიტომ ვარ მე მყარად, რომ მე ჩემი საზოგადოების იმედი მაქვს, რომელიც ეს პროცესი დაიჭირა და ჩვენ იშვიათია ჩვენი ისტორიის მანძილზე თუ გადავხედავთ, როცა ვიყავით ძლიერები, მუდმივად გამოწვევების ფონზე ვიხდებოდა არსებობა და ხან ვისი მფარველობის ქვეშ ვიყავით და ხან ვის ვებრძოდით და ხან როგორ ვიყავით დაქორწმაცებული, მაგრამ ეს ძაფები არსებობს და ამას რო ქართველი იგრძნობს ამ თავისუფლების და ღირსების და სუვერენობის მნიშვნელობას, ის აღარ დათმობს და თუ ამას შეუერთდებიან და ამ რაკურსით დაინახავენ თავის ძალას იმ 800,000 ადამიანზე ვხედავ. მონახონ თავის რიგებში ეს ჯანსაღად მოაზროვნე საქართველოს პატრიოტი ადამიანები და ამით დაიწყონ პოზიციონირება და არა გარეთ დაკვეთას ელოდებიან მიიღონ მონაწილეობა არ მიიღონ გააკეთონ რეაქცია არ გააკეთონ დაუჯერონ სალომე ზურაბიშვილს თუ არა იქ იმას ვივამეთში მოუსპინონ თუ არა და შემდეგ ამას ხომ ხედავენ რომ ამაზე არიან დამოკიდებული ნუ თუ არ ცხვენიათ რომ ამ ხალხს ენდობიან აი ეს არის სანამ გადავალთ თქვენ საერთაშორისო ვიზიტებზე და ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრები გქონდათ ბოლო პერიოდში ქვეყნის ფარგლებს გარეთ და გვინდა რომ ამაზე ვისაუბროთ დაწვრილებით მანამდე ერთი კითხვით რომ ამოვწუროთ ეს შიდა პოლიტიკური სიტუაცია ეს არის თვითმმართველობის არჩევნები ამ არჩევნების მნიშვნელობა არა მხოლოდ ადგილობრივ თვითმმართველობებთან დაკავშირებული საკითხების გამო არამედ პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით თქვენ ერთი ფრაზით უკვე ახსენეთ რომ მიიღებენ თუ არ მიიღებენ ესეც სავარაუდოდ საქართველოში არ მაგრამ თქვენი დამოკიდებულება როგორი არის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები და რას ელოდებით ოპოზიციური პარტიების მხრიდან მართლაც იქნება თუ არა ამ პროცესში მონაწილეობა? ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრული, თავის დროზე მოხდება გამოცხადება არჩევნების თარიღის და თავისუფალ გარემოში ყველას ექნება შესაძლებლობა რომ მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა და მივესალმები ყველა იმ ძალას, ვინც ამ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და საკუთარ, ასე ვთქვათ, გზავნილებს მიიტანს თავის ამომრჩევლამდე და საზოგადოებამდე. ეს პროცესი არ შეჩერდება და ჩვენ ხო სამწუხარო ამასაც ხომ არ ვმალავთ, რომ ეს პროცესი გამოსასწორებელია და აუცილებელია, რომ გაჯანსაღდეს ოპოზიციური ფლანგი. ჭირდება პირველ რიგში ჩვენს ქვეყანას ჭირდება და ჭირდება გამარჯვებულ პარტიასაც. ყოველთვის ჭირდება კონკურენტი და ჩვენ რაში უნდა შევეჯიბროთ, რომ ვინ უკეთესად მართავს, ვინ უკეთესად ამა თუ იმ სფეროში განახორციელებს სხვადასხვა იდეებს და ასე შემდეგ. ამაში უნდა იყოს საზოგადოება ჩართული და მომთხოვნი, რომ რომელია უკეთესი და რომელზე მქონდეს აქცენტი და არა ეს რუსეთი და არა ეს ასე ვთქვათ მიზან მიმართული, ეს სულ მიზან მიმართული. ქართული პოლიცია კი არ არის, რუსია, ომონია, ზიზღი უნდა გააჩინოს. არის შანსი ამ ოპოზიციისთვის რომ დაუბრუნდეს პოლიტიკურ პროცესს. აი როგორ გიპასუხო მაგდა, როცა ვიცი და წლებია, ხო, ეს როცა ვიცი რომ ის თავის თავზე დამოკიდებული არ არის. ვინც არის ეხა წარმოდგენილი, თორე არის შეიძლება არსებობენ ეხა ძალები, რომლებიც გაერთიანდებიან და ერთობლივად მიიღებენ ამ პროცესებში, ჯანსაღად შეხედავენ ამ სიტუაციას და მიიღებენ მონაწილეობას და იბრძოლებენ გამარჯვებისთვის. ეს არის, თორე ეს ძალები, რომელზეც ჩვენ ახლა საუბრობდით და ეს ხომ დღეს არ მომხდარა, არა ჩვენ ხო ვაკვირდებით და თან როგორ არის წინასწარ რო ვიძახით რომ ეს ესე მოიქცევა და ზუსტად ისე იქცევა და ხალხიც ამას ყველას აქ შესაძლებლობა რომ დაინახოს რომ არაფერი არ იცვლება ამ რადიკალიზმის უკან დგანან ის ძალები რომელსაც ისე ამასაც ხაზს უსვამს რომ ეს პროცესი არ დამთავრებულა რადგან ჯერ კიდევ ომი არ შეჩერებულა და ჯერ კიდევ არსებობენ ძალებს რომელსაც თავისი ინტერესები აქვს იმ პირველი დღიდან როცა იყო საქართველოსზეც საუბარი რომ ამ პროცესში შეიძლება რაღაცა საქართველოს მონაწილეობამ რაღაც პროცესები შეცვალოს და
გადატანითი მნიშვნელობით შეიძლება აბსოლუტურად სხვა რეალობაში მოხდეს პროცესის გაგრძელება და ამისთვის საქართველოს გამოყენება კარგი იქნება და მოდი გავაგრძელოთ ის ზეწოლა და იქნებ შევცვალოთ ხელისუფლება და ეს გეგმა განვახორციელოთ. ეს არ გაჩერებულა. ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ საზოგადოებამ მიუხედავად იმისა, რომ გაგებით ეკიდება ყველაფერს, უნდა ვიცოდეთ და ესეც არ არის დასამალი, რომ რა თქმა უნდა ეს გამოწვევები და ეს საშიშროება არის უსაფრთხოების თემა, რომელიც ერთ-ერთი უნიშნელესია და გრძნობს ჩვენი საზოგადოება, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ ყველა, რომ ეს პროცესები არ გაჩერდება. კი ბატონო, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ არჩევნების კონტექსტზე, აქ მნიშვნელოვანია ის, რომ თქვენი ოპონენტები ადამიანებს არწმუნებენ იმაში, რომ მათ აკავებენ პოლიტიკური შეხედულებების გამო, ფონდებს უხურავენ იმის გამო, რომ მათ აქვთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, არიძიებენ კონკრეტულ საქმეებს და ასე შემდეგ. თქვენ როგორც პრეზიდენტი, როგორ აპირებთ დაარწმუნოთ საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც აღარ ჯერა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის, რომელიც ყოველჯერზე იძახის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს დიქტატურა, როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა დაარწმუნოთ ეს ადამიანები, რომ სინამდვილეში დემოკრატიული პროცესია და როგორ მიიღონ თუნდაც ამ პროცესში მონაწილეობა იგივე არჩევნების სახით, რომელიც ახლა იქნება შემოდგომაზე. ხო, მე ვფიქრობ, ახლა რაზეც ვისაუბრებ, ეს ერთ-ერთი ფაქტორია იმის, რომ თუ გულწრფელი ვარ და თუ შეუძლიათ რომ სხვა რაკურსით შეხედო არსებულ რეალობას, წინ დაინახავენ ამ სურათს, რომ ეს ყველაფერი ხელოვნურად გამოწვეულია. ჩვენ ხო ამაზე წინასწარ ვსაუბრობდით, რომ ის რომ ვიღაცა მოტყუებული დათანხმდა იმას, რომ აი ჩვენ ეხლა თუ შევძლებთ ამ ძალადობრივი აქციის უფრო მეტად გაღრმავებას, ჩვენ შეგვემოგვეტება მეტი ხალხი და ჩვენ შევძლებთ ხელისუფლების ცვლილებას და ეს არის მტერი და უნდა გვეზიზღებოდეს და ეს არის რუსული ხელისუფლება და ესეთი აღტკინებული დაარწმუნეს ზოგიერთი ახალგაზრდა და მან ჩაიდინა რაღაც დანაშაულები, რომელიც ახლა ესეც როცა მე ესე სიმყარეზე მაქვს საუბარი, ამასაც გულისხმობ, რომ კონსტიტუციას და კანონს ვერავინ ვერ აულის გვერდს და თუ სახელმწიფო არსებობს, როგორ გინდა ეხლა აი მაგალითად თხოვდნენ მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებას. ევროპარლამენტარები გახსოვს დემარშიც გააკეთეს 27 ქვეყნის ელჩმა, როგორ უნდა მომხდარიყო განთავისუფლება, ხო? როცა არსებობს სისხლის სამართლის დანაშაული, დაპატიმრებულია და სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. აი დემოკრატიულ ქვეყანაში, რაზეც ისინი აპელირებენ, რომ ჩვენი ყოფნა უნდათ იქ და უნდა დავიცვათ ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, სამართლიანობაში, როგორ წარმოედგინათ? ხო არის, აი როგორ წარმოედგინათ, როგორ უნდა განხორციელებულიყო ეს აქტი? თუ ქვეყანა არის დემოკრატიული, სამართლიანი, კანონის უზენაესობაზე და კონსტიტუციაზე, ასე ვთქვათ, მორგებული, ხო? როგორ უნდა განახორციელოს ეს აქტი? შეგიძლია მიპასუხო, ხო? როგორ უნდა მოხდეს ამის გაკეთება? აი მაგალითად სურვილი გამიშთა მე როგორც ხელისუფალს, რომ გამანთავისუფლო სააკაშვილი. როგორ უნდა განახორციელო? ნუ ალბათ კომპრომისების ძიება საჭიროა ამ პროცესში. ხო, მზა რეცეპტი თქვენ მზა რეცეპტი არა, უკვე მზა რეცეპტი რას ნიშნავს, რომ მე უნდა დაურეკო მოსამართლეს? სამართლებრივი კანონიერ გზა არ არის. არა, უნდა აუარო ამ ყველაფერს ღერს. ეს უნდა დავარღვიოთ, ხო, ჩვენ კანონი უნდა დავარღვიოთ და ისე უნდა გამოუშვოთ სააკაშვილს. სხვანაირად ხო ვერ მოხდება, ხო? მოთხოვნიდან გამომდინარე ვიზახი, რომ როცა გთხოვენ, ან როცა მოგიწოდებენ, რომ ჩვენ ეს აქტი განვახორციელოთ, ქვეყნები, რომელიც თითქოს ამ მნიშვნელოვან პრინციპებს უნდა იცავდნენ და როცა გთხოვენ, აი როგორ უნდა განხორციელდეს ეს ყველაფერი, ესე იგი, როგორ შეურაცხყოფას გაყენებენ, როგორ არაფრად არ გთვლიან, რომ შენ ეს რა თქმა უნდა შეგიძლია, შენ ეტყვი მოსამართლეს, როგორც იმ ჩვენ მოსამართლეს სააკაშვილთან დაკავშირებით საზოგადოების უდიდესი ნაწილი საბოლოოდ შეთანხმდა და ის დანაშაულებები ყველამ ნახა, რომელიც მან ჩაიდინა ხელისუფლების. სააკაშვილზე კი არ მაქვს საუბარი, მე მაქვს აქ საუბარი სახელმწიფოზე, სახელმწიფო ინსტიტუციებზე, კანონის უზენაესობაზე. ეს ჩვენ თუ არ გავითავისეთ, რომ ეს ვინც არ უნდა ვიყო, რა მნიშვნელობა აქვს ხელისუფლებაში ვინ არის? თუ მე კანონს საწინააღმდეგო ქმედებას ჩავდივარ და ვალდებულია რომ რეაგირება მოახდინოს სახელმწიფომ და ამის გამო რაღაც პოლიტიკური სარჩული გინდა მიმაწეფო, ხო? არ გამოვა ეს და ვალდებულია სახელმწიფო რომ რეაგირება მოახდინოს. გამორიცხულია სხვანაირად, მაშინ სახელმწიფო არ ახარ შენ. გესმის რაზე, მაგო ეს მარტივი ჭეშმარიტებაა. ამას ყველა უნდა შევეგუოთ. ამ სპეკულაციას იყენებენ. ეხლა რასაც ჯაფარიძე აკეთებს, ხო? რისთვის აკეთებს?
აქამდე რატო არ განახორციელა რამე ისეთი, რომ გრანდიოზული, რომ შეეწინააღმდეგა ამ ხელისუფლებას რუსეთისკენ მიყავს და რას აპირებს და როგორ აპირებს და გადახდა არ გადახდით, ანუ განწყობა უნდა შექმნას, რომ აი რა მაგარი ბიჭია, თუ რას აპირებენ და როგორ აპირებენ. ხო, აი არ ჩანს არაფერი მსგავსი, რომ პოლიტიკური, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებაა ეს. რომ ვალდებულება აქვს, რომ რეაგირება მოახდინოს სახელმწიფო. ეს არის და ეს რისთვის არის განპირობებული, იყვირონ, რომ ნახე პოლიტიკოსი დააკავა ხელისუფლებამ და ნახე როგორი დესპოტია და ნახე როგორ ექცევ პოლიტპატრიოტებს და თქვენ რომ მე კითხვა დამისვათ, რომ როგორ აპირებთ ახლა ცხოვრებას ან როგორ ურთიერთობას ევროკავშირთან, აგერ პოლიტპატიმრები ყავთ და იძახიან, რომ აგერ პოლიტიკოსები დააკავეთ თქვენ. აი ეს პასუხია და ჩვენ ხო საზოგადოება ვართ, გულწრფელები უნდა ვიყოთ. რა უნდა ქნას? მაშინ კითხვა ნებისმიერ მოქალაქესაც უნდა ქონდეს. როგორ უნდა მოიქცეს მაშინ ხელისუფალი და სახელმწიფო ამ შემთხვევაში? არსებობს პასუხი სხვანაირი? გერმანიის ელჩის არყოს კი დავინახეთ, რომ დაარტყა პოლიციას, კი დავინახეთ და გერმანიაში როცა დაარტყა, რა ხდება მაშინ? და საქართველოს რატო არის განსხვავებული? დაბალი ღობი არის მისთვის და აქ რას ქვია, რაცაც გინდა იმას გააკეთებ? ვერასდროს ვერ შევდგებით, გიორგი, ვერასდროს ვერ შევდგებით სახელმწიფოდ. და ის ხალხი მცირდება და კიდევ უფრო მეტად შემცირდება და ვერ დაელოდება სახელმწიფო იმ ადამიანებს, ვისაც ამ სიტუაციაში, ამ რეალობის აღქმა დაკარგული აქვს. სახელმწიფო გააგრძელებს განვითარება, შეუძლებელია სხვანაირად. გამორიცხულია ამ სიმყარეზე მაქვს მე საუბარი, რომ თვალები გაახილონ და სხვანაირად შეხედონ, სხვა რაკურსით შეხედონ. ყველაფერი მუშაობს, ყველაფერი ძალიან კარგად არის იმის საპირწონედ, რასაც გაიძახიან და რასაც უნდათ რომ გაასახონ ჩვენ საზოგადოებაზე, რომ ინგრევა, სულ ყველაფერი ხო იმისთვის არის ჩადიან, რომ ხო ეს ვილსონის კითხვა ვინ ჩაიტანა, ხო ბოკუჩავა და ვიღაცები ჩავიდნენ და უხატავენ, რომ მათი ხედვით რა ხდება საქართველოში, როგორი კატასტროფაა და ეს ინდექსები, რომელიც ჩვენი შედგენილი არ არის, ამ რეალობას საზოგადოება, გინდა ევროპის და გინდა ამერიკის დაინტერესებული ამას ხედავს და ადრე თუ გვიან ეს პროცესები უნდა შეიცვალოს. ჩვენ არა ვართ დამოკიდებული იმაზე, რომ ვაიმე თუ არ შეიცვალება, დაიღუპება. და ფაქტია, რომ ჩვენ რომ მუშაობთ, გამოძახილია სწორედ ამ ინდექსებიდან, რატო გაქვს პირველი ადგილი 9%-იანი ზრდით მაშინ ევროპაში. მიპასუხოს ვინმე, სად არის ეს ბატონო პრეზიდენტ, ჩვენ აღარ გვჩება ბევრი და სხვა საკითხებსაც შევეხოთ, როგორც თქვენ ბრძანეთ, ესე იგი საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო მოქმედება საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ეს ბუნებრივად ამაღლებს სუვერენიტეტის ხარისხს და ბუნებრივად ქვეყანა ხდება ძლიერი დამოუკიდებელი მოთამაშე რეგიონის მასშტაბით. თქვენ გქონდათ ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტები აზერბაიჯანსა და სომხეთში და გვინდა რომ თქვენი ხედვა გაუზიაროთ მაყურებელს რეგიონული თანამშრომლობის ჭრილში. ახლა აი რა როლს ასრულებს ქვეყანა ჩვენს რეგიონში? აი, მნიშვნელოვანი და აუცილებელი და ჯანსაღი საკითხი, რომელიც მართლაც აინტერესებს ჩვენ საზოგადოებას, თორე ჩვენ ვართ რეგიონი სამხრეთ კავკასია, სადაც სულ ახლახანს ნამდვილად იყო კონფლიქტი, ხო? სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე, ვინც ამ კონფლიქტის დამთავრებაში და გრძელვადიან ხედვაში ჩვენ გვაქვს ინტერესი, რომ ეს სამივე ქვეყანა ჩავდგეთ ფერხულში და ის როლი, რომელიც ამ შუა დერეფანში სამივე ქვეყანას გვაკისრია და ის წარსული, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო მეტად წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნები, ეს არის შესაძლებელი და მე დარწმუნებით შემიძლია ჩემი საზოგადოება გამოჩნდა კიდევაც ახლა გაშუქებაც ხდებოდა ჩემი ვიზიტების და ამ პროცესში ნამდვილად არსებობს თანხმედრა ორივე ქვეყნის მხრიდან, სწორედ ამ მნიშვნელოვან ურთიერთობებს ორივე ქვეყანა უსვავს ხაზს და ესეც ხო ფაქტია, რომ რა ნიშნულზეა ჩვენი ურთიერთობები, გინდა სომხეთთან, გინდა აზერბაიჯანთან, ხო? და კიდევ უფრო ღრმავდება სხვადასხვა სფეროების მიხედვით, ამაზეც არაერთხელ ქონდა საუბარი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინტერესი, რადგან ჩანს, ის ინტერესი ჩანს, რომ ჩვენ ვიყოთ შუამავალი და არ იყოს სხვა მოთამაშე. არის ამის რესურსი, რომ ჩვენ სამმა ქვეყანამ გადავწყვეტოთ ეს პროცესი, გრძელვადიან პროცესში დავინახოთ ჩვენი როლი, ამ რეგიონის როლი და ამას კარგად ხედავთ და ხედავენ ეს ქვეყნები და ჩვენ გვაქვს არაერთ საკითხთან უკვე თანხმედრა, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და
სარგებლობს შემთხვევით და ორივე ქვეყნის ხელისუფალს მადლობას მოვახსენებ ამ პოზიციის, ასე ვთქვათ, დაფიქსირებაში, იმისთვის, რომ მზადყოფნა გამოთქმულია, რომ მოხდეს ერთხელ და სამუდამოდ ამ კონფლიქტის დასრულება და ხელმოწერა და მერე გაგრძელდეს განვითარება ამ რეგიონის, რისი ღირსიც არის, მაგრამ ბევრს იმსახურებს ეს რეგიონი და არ უმალავთ ჩვენ, რომ გინდა სომხების და აზერბაიჯანელების ამ რეგიონის მაცხოვრებლები ნამდვილად ვართ მოწოდების სიმაღლეზე, რომ უფრო მეტად წარმოვჩინდეთ სოფლიოში და შეგვიძლია. ფორმულაც კი გვესმის ამ ბოლო დროს, რომ კონფლიქტების რეგიონიდან უნდა კავკასია გახდეს შესაძლებლობების რეგიონი და საქართველოს როლი რა იქნება? გავაგზელებ, ხო, დიახ, კარგი კითხვა იყო, ეს ხო მარტო სომხეთი და აზერბაიჯანი, ჩვენ თუ ამას ვხედავთ ამ სურათს, ჩვენ ვხედავთ, რომ მშვიდობა უმნიშვნელოვანესია და სტაბილურობა ამ რეგიონისთვის და რა შესაძლებლობებს აჩენს ეს მშვიდობა და სტაბილურობა სამივე ქვეყნისთვის. და დღე არ გავა, რომ რომელიმე, ასე ვთქვათ, დიდმა ქვეყანამ ამ რეგიონზე არის საუბრო ამ ჭრილში, ხო, შუადერეფრის ჭრილში და ამას ჩვენ ზე კარგად ვერავინ ვერ ხედავს, ჩვენ უკვე ეს გათავისებული გვაქვს და ეს პროცესები დაძრულია. აი ეს ნამდვილი რეალობაა, რაზეც თქვენ კითხვა დასვით და არ არის მარტო სომხეთი და აზერბაიჯანი, ჩვენ თურქეთთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, ხო? ასევე მოთამაშე ამ რეგიონში და ის რომ ჩვენი გაცხადებული პოზიცია რომ ეს რეგიონი უფრო მიმზიდველი გახდება ყველასთვის და არსებობს დიდი ქვეყნები ჩინეთზე აქვს ახლა სპეკულირებაც შემდეგ და სწორედ ამაზე გვაქვს საუბარი და სწორედ ეს იყო ჩემი საუბრის თემას და ამაში ამყვნენ ეს ჩვენი ორივე ქვეყნის ლიდერი რომ ჩვენ აქ უნდა შევქმნათ პლასტარი ოაზისი რომ ამ ქვეყნებს ვისაც ინტერესები აქვთ რა თქმა უნდა თავის ქვეყნის ინტერესთან გამომდინარე ჩვენ ქვეყნებთან ინტერესთა თანხვედრაში ეს შესაძლებლობები ხელის გულზე და არსებობს უბრალოდ ჭირდება გონიერი ჩვენ ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღება რა თქმა უნდა ყველა ქვეყანა თავის ინტერესთან გამომდინარე მოქმედებს მაგრამ არის ამის შესაძლებლობა ჩვენ გვაქვს ეს ურთიერთობები და ვაღრმავებთ ამ პროცესს ეს არის გზა მოკლედ რომ შეგვიჭამოთ ვიზიტი ვატიკანში შეხვედრა რომის პაპთან და ამით უნდა დავასრულოთ ჩვენი ინტერვიუ ხო მანამდე პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიაზეც მომიწია ასე დასწრება და ალბათ თემა მსოფლიო მიხილა ეს პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა რომ რა იყო მნიშვნელოვანი ყველა კონფესიის უმაღლესი სასულიერო პირები ესწრებოდნენ ამ პროცესიას და ასევე ინტრონიზაციას ახალი პაპის ლეონ მე-14-ის ერთ და იგივე შემადგენლობა იყო თითქმის მსოფლიოს ყველა ქვეყნის ხელისუფალი იყო ასევე ესწრებოდა ამ პროცესს და იყო შტამბეშტავი რა თქმა უნდა ეს თლიანი პროცესია და სასიხარულოა რომ საქართველოს ესწრებოდა ამ პროცესს და ქონდა შესაძლებლობა შემდეგ ამ ინტრონიზაციის შემდეგ რომ იგველოცა ახალი პაპისთვის არჩევა ამ მნიშვნელოვან პოზიციაზე რომის კათოლიკური ეკლესიის წამყვან პოზიციაზე და ასე მნიშვნელოვანია რომ შემდეგ მოხერხდა შეხვედრა მასთან უშუალოდ პირადი შეხვედრა და მოსასწრებას უნდა უთხრა რომ დატოვა ძალიან უბრალო ადამიანის შთაბეჭდილება პირდაპირ ასე ვთქვათ ვიქნები გულწრფელი და საუბარი ბოლოს ფეხბურთზე დავამთავრებთ, იმდენად უშუალო იყო ჩვენი დიალოგი, რომ რას გაუსვა ხაზი, რომ რა თქმა უნდა ეს კონფლიქტები მით უმეტეს იმ ფონზე, რომელსაც მას უწევს ახლა მოღვაწეობის დაწყება, თავადაც ამ ინტრონიზაციის პროცესში მან განაცხადა, ხო, აბსოლუტურად მოულოდნელი იყო მისთვის ამის შეთავაზება და აბსოლუტურად არ ელოდა და რამხელა პასუხისმგებლობაა, მე ვეხუმრე კიდევაც, ჩემთვისაც მოულოდნელი იყო პრეზიდენტად როცა დამასახელეს მეც არ ველოდი და აბსოლუტურად ეს ნერვიულობის ფონი და ემოცია იმდენად დიდი იყო და მე ამ პატარა ქვეყანაზე ესეთი განცდებით ვიყავი და წარმომიდგენია თქვენ რა განცდებში და პასუხისმგებლობაში ცოტა იუმორის ნარევი ასე ვთქვათ საუბარის გამოგვივიდა აიღიმა, მაგრამ მნიშვნელოვანია რა არ დამავიწყდეს რომ გზავნილი მქონდა ჩვენი უწმინდესისგან მან მიულოცა და პირადად გადავეცი
ასევე გაუზიარეს ურთიერთობები საქართველოს და წმინდა საყდარს შორის ეს 30 წლიანი პროცესი და საკმაოდ ღრმა და კარგი კავშირებია და ეს კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება, მაგრამ ნიშნულ დაუპატიჟე თავისთავად საქართველოში და რაც გაუსვა ხაზი, რომ ეს პროცესი ადამიანური ფაქტორის, რომ რა თქმა უნდა კონფესიები ვარსებობთ ყველას რაღაც ჩვენი მოთხოვნილებები, მაგრამ ადამიანის ღირსება არის უმთავრესი და ამაზე ფეხბურთით იმიტომ დავამთავრე, რომ ნებისმიერი ერის, ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი და ნებისმიერი ადამიანი და ქრისტიანობის როლი სწორედ ამაში იკვეთება და ნებისმიერი კონფესიის ალბათ, მაგრამ ეს აუცილებლად მოყვასი სიყვარული და ადამიანების ღირსების და მისი დაფასების და თანასწორობის და ამ განცდის, ხო, ვინც არ უნდა იყოს. ამას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა, ამას გაუსვა ხაზი ჩემთან საუბარში და ესე ძალიან უშუალო ადამიანურ ფაქტორს და ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული და როცა ჩვენ ღვთის ხატს ადამიანს როცა დავაფასებთ და მის ღირსებას, რა თქმა უნდა, მე ყველა პრობლემას მოუვლითო ეს ქონდა გზავნილად და რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის ისტორია ამ ღირებულებების და პრინციპში მუდმივად ბრძოლა გვიწევს გადარჩენაზე და ღირსებაზე და ეს პატარა ქვეყანა სწორედ ეს აუხსენო, სწორედ ჩვენი მხარდაჭერა ამ პროცესში იქნება ყოველთვის ძლიერი და ჩვენ პრინციპში ამას ვიცავთ და ამით ვართ დღემდე რომ მოვედით რომ ეს არის ჩვენთვის პრინციპული საკითხი რომ გადარჩეს ჩვენი ქვეყანა და რა თქმა უნდა თუ აქცენტი გაკეთება ადამიანის გადარჩენაზე ჩვენ რა თქმა უნდა მხარდამჭერი ვიქნებით ყოველთვის და ველოდებით საქართველოში ეს. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. დღეს იმედი ლაივის კითხვებს პასუხობდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყავალაშვილი. მადლობა თქვენ. მადლობა ინტერვიუსთვის. იმედი ლაივი ამით დასრულებულია. ჩვენ დავბრუნდებით კვირას 23 საათზე.